გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 2-ზე. მე ნუცა კოპალიანი ვარ და გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე პასუხობს. ყიფიანის ქუჩაზე ქვათაცვენა გრძელდება, კლდის ძირში სასტუმროს მშენებლობა შეაჩერეს. რამდენიმე წუთში მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი უნდა დაიწყოს და ჩვენ მას დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი მოვლენები ვითარდება პროკურატურის შენობასთან. გამოვიდეს ირაკლი შოთაძე და თქვას, ვინ მოკლა დავით სარალიძე. ამ მოთხოვნით ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავარ პროკურატურასთან მივიდა. ზაზა სარალიძე ისევ ამბობს, რომ სისხლიანი გარჩევის საქმე პროკურატურამ არ გამოიძია და ნამდვილ დამნაშავეებს ხელი დააფარა. რა ხდება ახლა პროკურატურასთან? ლევან კვატაშიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ლევან, გისმენთ. მას შემდეგ რაც ზაზა სარალიძემ მთავარი პროკურატურის წარმომადგენელს უარი განუცხადა მთავარ საგამოძიებო უწყებაში შესვლაზე, ამის შემდეგ სარალიძე, მისი ადვოკატები და მხარდამჭერები ისევ დარჩნენ მთავარ პროკურატურასთან. ისინი ამ წუთებშიც იმყოფებიან მთავარი პროკურატურის ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციას აკონტროლებენ ამ წუთებშიც სამართალდამცველები, თუმცა ცენტრალური შესასვლელი სწორედ მათ მიერ არის პარალიზებული. სულ რამდენიმე წუთის წინ აქ ადგილზე მთავარი პროკურატურის ცენტრალურ შესასვლელთან გამოვიდა საგამოძიებო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილმა, მიმართა ზაზა სარალიძეს და შესთავაზა, რომ ის შესულიყო პროკურატურაში, სადაც გაიმართებოდა სავარაუდოდ შეხვედრა სწორედ მთავარ პროკურორთან, თუმცა სარალიძემ უარი განაცხადა პროკურატურის ამ შეთავაზებაზე და მან გარკვეული ულტიმატუმი, ასე ვთქვათ, წაუყენა მთავარ პროკურატურას. ის ითხოვს, რომ სწორედ მთავარი პროკურორი აქ ცენტრალურ შესასვლელთან გამოვიდეს და გასცეს მის კითხვებს პასუხი. რამდენად იქნება ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული უცნობია, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე სარალიძე ითხოვს პირველ რიგში, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგეს პირველ რიგში დაკავებული თანამდებობიდან და ის მიეცეს პასუხისგებაში. გარდა ამისა, სარალიძის მოთხოვნა არის, რომ დაისაჯოს პირველ რიგში ის ადამიანები, რომლებიც მისი განცხადებით ფიგურირებენ ამ საქმეში და როგორც თვითონ აცხადებს, მფარველობენ სწორედ მისი შვილის მკვლელებს. მან დაასახელა დღეს კიდევ ერთხელ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომელმაც როგორც უკვე ცნობილია, თანამდებობა საზარელი მკვლელობიდან საკმაოდ მალე დატოვა, თუმცა გარდა მირზა სუბელიანის, ასე ვთქვათ, პასუხისგებაში მიცემისა, სარალიძე ითხოვს, რომ ასევე უნდა დაისაჯოს მისი მეუღლეც. აქ სიტუაციას რაც შეეხება ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არის სიმშვიდე, სიტუაციას აკონტროლებენ სამართალდამცველები, სარალიძე და მისი ინტერესების დამცველები კი ჯერ ისევ რჩებიან აქ მთავარ პროკურატურასთან და ისინი ითხოვენ, რომ გამოვიდეს ირაკლი შოთაძე და გაიმართოს მათთან პირისპირ შეხვედრა. არავით არის შეხვედრა. არავით არის შეხვედრა. არავით არის შეხვედრა. დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან. არავით არის შეხვედრა. დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან პასუხისგებაში მიეცეს ირაკლი შოთაძე. არავით არის შეხვედრა. შეხვედრები 6 თვე უსმენდი მაქსი ყალბეს. არავით არის შეხვედრა დაუყოვნებლივ გადაგანებული და პასუხისგებაში მიცემული. ნუმერაბარაკები. დაუყოვნებლივ გადაგანებული და პასუხისგებაში მიცემული. მე მესმის თქვენი მდგომარეობა. არ გესმით. არ გესმით, დღეს ჩემი შვილის ყველები გარედადიან. არ გესმით თქვენ? ხალხო, არ არის გასაგები როგორ ჩანს. ყოლებო! თუ გაქვთ სურვილი ჩვენ. არანაირი 6 თვეა უსმენდი მიამად. ჩვენ თავაზობთ დაზარალებულ მხარეს დიალოგს, თავაზობთ, რომ შემოვიდეს შეხვედრაზე საქართველოს მთავარი პროკურორი სამუშაო ჯგუფთან მზად არის შეხვდეს. დასცეს მის ყველა კითხვას პასუხი და გვაქვს ასევე სხვა შეთავაზებები, რომელზეც ბრიფინგზე ამაზე უფრო ზუსტად, კი ბატონო, ამაზე უფრო ზუსტად ჩვენს ოფიციალურ ბრიფინგზე ვისაუბრებთ. თავარი საქმის გამყალბებელი ვის უნდა შეხვდე? სად იყვენ აქამდე? შვილი დამიჩეხეს. სულში ჩააბურთხეს ჩემ შვილს და ეხლა შევხვდე? გარეთ გამოვიდეს, აქ დამიდგეს პირისპირ და აქ დაუსვავ კითხვებს. ვისთვის შევიდე შიგნით? ხელახლა რომ მომატყუოს? არა, დაუყოვნებლივ გადადგეს შოთაძე. ახალ პროკურორს შევხვდები. ამას მე აღარ შევხვდები. ახალი გენერალური პროკურორი ვინც იქნება შევხვდები და გაუზიარებ ჩემ მოსაზრებებს. 24 საათი აქ ვიქნები და მოუწოდებ თელ საქართველოს. ყველა შვილთამშობელს მოუწოდებ გვერდით დამიდეგით, რათა ეს უსამართლობა და ეს სისტემა დღეს დაინგრეს. რომელმა სისტემამა დღეს მე სულში ჩამაბურთხა.
მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა მისმა ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა აქ მთავარ პროკურატურასთან მას შემდეგ გადმოინაცვლეს, რაც დღეს ცნობილი გახდა საქალაქო სასამართლოს, კერძოდ მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილება გასული წლის ერთ-ერთ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, როგორც ცნობილი არის დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული ერთ-ერთი მოზარდი სასამართლომ გაამართლა, რაც შეეხება კიდევ ერთ მოზარდს, მასთან დაკავშირებით არის შემდეგი გადაწყვეტილება მიღებული, ის არის დამნაშავედ ცნობილი, თუმცა საინტერესო არის ერთი დეტალი, რომ ამის პარალელურად საქმე არის გადაკვალიფიცირებული. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა და საჯარო გახდა საზოგადოებისთვის, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით რეალურად დაადასტურა მისი პრეტენზიები მთავარ საგამოძიებო უწყებასთან, სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ მისი განცხადებით მთავარი პროკურატურამ საქმე არასწორი მიმართულებით წაიყვანა, გააყალბა საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები და გარკვეულ ადამიანებს ხელი დააფარა. აქ ამ წუთებშიც მიმდინარეობს აქცია, უკვე დაახლოებით საათზე მეტია, რაც არიან შეკრებილები, მათ შორის არიან ადვოკატები და ისინი აკეთებენ საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას. რა პასუხს გაგვცემთ ახლა მთავარი პროკურორი, როდესაც სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დადასტურებულად ცნო, ის დღეს რაც ითქვა, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ პროკურატურამ გამოუძიებელი საქმე განზრახ თუ ყოველ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რა მოტივით გამოუძიებელი საქმე გადაეცა სასამართლოს, რომელმაც წინ გადადგა ის ნაბიჯი და თავისი გადაწყვეტილებით ეს დაადასტურა. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, პირველი არის ის, რომ დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდეს, დაუყოვნებლივ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც საქმეში მონაწილეობდა. საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2-ზე მეტი საგანია გამოყენებული და ამ შემთხვევაში ყავს უკვე ერთი ბრალდებული, რომელსაც ერთი დანა აქვს გამოყენებული. რითი გვიხსნიან ამ ყველაფერს, რა პასუხს გვცემენ ყველაფერთან ამასთან დაკავშირებით? ადვოკატები ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები, როგორც უკვე გითხარით, ისევ რჩებიან მთავარ საგამოძიებო უწყებასთან. აქ დილიდან შეიძლება ითქვას, რომ მობილიზებული არიან სამართალდამცველები, თუმცა მათი რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა მთავარ პროკურატურასთან, რაც დღეს ცნობილი გახდა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენი. აქ ამ ეტაპზე არის სიმშვიდე, მთავარ პროკურატურას ხედავთ, რომ ცენტრალურ შესასვლელს აკონტროლებენ სამართალდამცველები, პოლიციის წარმომადგენლები, მათ გაქვთ გაკეთებული სპეციალური კორდონი, სწორედ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისინი პროკურატურას შესვლის უფლებას ამ ეტაპზე არ აძლევენ აქციის მონაწილეებს. რაც შეეხება გზის ცენტრალურ ნაწილს, აქაც ამ ეტაპზე არის სიმშვიდე, გზის მეორე მხარესაც არიან მობილიზებული საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, სამართალდამცველები, თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავარ პროკურატურასთან შეკრებილი არიან ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები, მათ არ აქვთ ამ ეტაპზე გადაკეტილი ცენტრალური შესასვლელი გულისხმობ მთავარ სამოძრაო გზას, თუმცა რაც შეეხება მთავარ პროკურატურას, ჩემს უკან ხედავთ, რომ სწორედ ამ ცენტრალურ შესასვლელთან არიან ისინი შეკრებილი და როგორც უკვე გითხარით, მათი მთავარი მოთხოვნა არის, რომ გადადგეს პირველ რიგში მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. დაკავებული თანამდებობიდან სარალიძე აცხადებს, რომ მხოლოდ გადადგომა არ არის საკმარისი, ის ამბობს, რომ აუცილებლად ირაკლი შოთაძე და ასევე ის პროკურორები, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის პერიოდში წარმოადგენდნენ სასამართლო პროცესებს და სწორედ მთავარ პროკურატურას, მისი განცხადებით, ისინიც ასევე პასუხისგებაში უნდა მიეცენ. სიტუაციას ამ ეტაპზე, როგორც უკვე გითხარით, არის მშვიდი და აკონტროლებენ სამართალდამცველები. ჩვენ მუშაობთ საგანგებო რეჟიმში და გამოშვების მიმდინარეობისთანავე ჩვენ შემოგთავაზებთ უახლეს ინფორმაციას მთავარი პროკურატურის ცენტრალური შესასვლელიდან. მადლობა, ეს იყო ლევან კვატაშიძე. აქვე ვიტყვი, რომ ირაკლი შოთაძე გამართავს სწორედ ბრიფინგს დღეს მთავარ პროკურატურაში. ჩვენ მას დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. სავარაუდოდ რამდენიმე წუთში უკვე უნდა გააკეთოს განცხადება ქვეყნის მთავარმა პროკურორმა. პროტესტი დღეს სასამართლოს შენობიდან დაიწყო ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე. განაჩენი მოსამართლე ეკა არეშიძემ გამოაცხადა. მან ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გაამტყუნა, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლა. ის გამტყუნდა მხოლოდ მკვლელობის მცდელობისთვის, ამიტომ დაზარალებული მხარე ნამდვილი მკვლელის დაკავებასა და დასჯას ითხოვს. ლევან ჩუგოშვილი მოგვიყვება ახლა, როგორ განვითარდა პროცესები დღეს საქალაქო სასამართლოში.
თუმცა ერთადერთი და მთავარი კითხვა, რაც განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისმება, არის შემდეგი: ვინ მოკლა დავით სარალიძე? ვინაიდან ამ განაჩენის შემდეგ ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს კითხვა გახდა კიდევ უფრო აქტუალური, გამომდინარე იქიდან, რომ ადვოკატების და ასევე ზაზა სარალიძის შეფასებით საქმეში ფიგურირებდა ბევრად მეტი ადამიანი და მათი თქმით დღეს უკვე სასამართლომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დავით სარალიძის მკვლელი რეალურად ამ დრომდე არ ზის განსასჯელის სკამზე და ამ კითხვებს უნდა უპასუხოს ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ, ვინაიდან მათი შეფასებით სწორედ პროკურატურა აფარებდა ხელს რეალურ დამნაშავეებს. როგორც იცით, რამდენიმე წუთის წინ ზაზა სარალიძემ უკვე გადაინაცვლა პროკურატურასთან, მანამდე კი მან სწორედ აქედან საქალაქო სასამართლოდან მოსთხოვა მოქალაქეებს თანადგომა და ასევე ცოტა ხნის წინ ქრონიკასთან პირველი კომენტარი გააკეთა კიდევ ერთი მოკლულის ოჯახმა და დადუნაშვილის დედამ. ქრონიკასთან განაცხადა, რომ დღეს ისიც იწყებს ზაზა სარალიძესთან ერთად ბრძოლას სამართლიანობის დასადგენად და მან განაცხადა, რომ უკვე აქტიურად ჩაერთვება აქციებში და ასევე კამპანიაში სწორედ ზაზა სარალიძესთან ერთად. ზაზას გვერდით უნდა ვიდგე. ეს ვიცი მარტო ამ წუთას. ახლა უნდა ვიფიქრო ერთად რა ვქნათ მე და ზაზამ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. მინდა გითხრათ რა ვქნა პროკურატურა ვერ გეტყვით ისეთ მაშასე საგანგებო განცხადება კეთდება ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში და ჩვენ პირდაპირ ეთერს უთმობთ უკვე ირაკლი შოთაძეს. სამ რამეს მინდა გაუსვა ხაზი და უთხრა საზოგადოებას. პირველი, ჩვენთვის როგორც ბრალდების მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პირი, ორი ბრალდებული. ერთი მათგანი გამტყუნდა არასრულოვანის მიმართ ჩადენილ მკვლელობაში, ხოლო მეორე ბრალდებული გამტყუნდა არასრულოვანის მიმართ ჩადენილ მკვლელობის თელობაში. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამომტყუნებელი განაჩენი, ჩვენ მაინც ამ განაჩენს კატეგორიულად არ ვითანხმებით და არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარი. რა გაუგებარია თუ რაზე დაყნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება და არა სხვაგვარი. როგორც ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერ ვსაუბრობ და ველოდებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, მიუხედავად ამისა ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ შერაცხული ბრალის დასასტურებლად წარადგინა სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა. და სასამართლოს მიერ ჩვენი მტკიცებულებების გაუზიარებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის გაუგებარი და მიუღებელი. და ამას ჩვენ აუცილებლად დავასაბუთებთ ჩვენს სააპელაციო საჩივარში. მესამე საკითხი ეხება იმ გეგმებს, იმ ზომებს, რის გატარებასაც ჩვენ გეგმავდით და ვაპირებთ მომავალში. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები ამ გამოძიების მიმართ და ამ სამართალწარმოების მიმართ. ასევე კითხვები აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ბატონ ზაზა სარალიძეს. ჩვენთვის ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური არის და ჩემთვის პირადად, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისათვის, როგორც პროკურორისთვის არის, უმნიშვნელოვანესი არის, რომ ეს კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი. და არავის არ დარჩეს შეგრძნება, რომ ამ საქმეში რაღაც არ გაკეთდა. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ სხვათა შორის, რასაც მინდა გაუსვა ხაზი ამ დღეების ბოლო პერიოდის განმავლობაში, როდესაც ამ საქმის მიმართ საზოგადოებაში დაფიქსირდა უარყოფითი დამოკიდებულება და გაჟღერდა საჯაროდ კითხვები, მე იმ დღიდან ვცდილობდი შევხედრილიყავი ბატონ ზაზა სარალიძეს და მასთან მქონოდა საუბარი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, იმ ქმედებებზე, იმ საპროცესო მოქმედებებზე, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე გააკეთა. მე მინდოდა გულწრფელად გვესაუბრა და იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა მე მომეცა და ასევე მინდოდა მისთვის მეთქვა და შემეთავაზებინა ის ქმედებები, ის ღონისძიებები, რის გაჟღერებასაც ეხლა ვაპირებ. ასევე ჩვენ ამაზე საჯაროდ აქამდე იმიტომ არ ვისაუბრეთ, რომ სასამართლო განხილვები ბოლოში იყო გასული და რამოდენიმე დღე იყო დარჩენილი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რომ ეს არ აქმულიყო სასამართლოზე გარკვეული ზემოქმედების მცდელობა, შესაბამისად ამაზე საჯაროდ აქამდე არ გვისაუბრია. პირველი,
ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასამართლო სამედიცინო საექსპერტო ბიუროსთან, რომელიც არის სოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული საექსპერტო ბიურო. ჩვენ ხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი სწორედ საექსპერტო დასკვნებთან მიმართებაში არსებობს საზოგადოებაში და აქვს ბატონ ზაზა სარალიძეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ საეჭვოდ არ ხვდით სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებულ არც ერთ ექსპერტიზას, თუმცა სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებას გაეცეს ყველა კითხვაზე პასუხი, სწორედ იმისთვის, რომ დაზარალებულ ზაზა სარალიძეს გაეცეს მის კითხვებზე პასუხი ჩატარებულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო ბიუროსთან, რომ ექსპერტიზა ჩატარდება, ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებული არის სამხარაულის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში, მათ გადაეგზავნებათ ყველა საექსპერტო ნიმუში, მათ გადაეგზავნებათ სრული მასალა, მათ მიეწოდებათ ყველა მტკიცებულება და რა თქმა უნდა, საზოგადოება ინფორმირებული იქნება მთელი ამ პროცესის შესახებ. ასევე ჩვენ დაზარალებულს ბატონ ზაზა სარალიძეს ვთავაზობთ, როგორც თქვენთვის ცნობილი არის, ჯერ რა თქმა უნდა ეს დადგენილება გამოტანილი არ არის, ვაპირებთ უახლოეს დღეებში ამ დადგენილების გადაწყვეტილების გამოტანას და დაზარალებულს მის ადვოკატთან ერთად შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერი კითხვა ჩვენი მეშვეობით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც მან აინტერესებს ექსპერტიზისგან, დაუსვას შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს. მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, ჩვენ ხედავთ საზოგადოებაში და ჩვენ ხედავთ იმას, რომ ბატონ ზაზა სარალიძეს კითხვის ნიშნები აქვს გამოძიებასთანაც, რაც რა თქმა უნდა არანაკლებ მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ხრიდან ყველა საპროცესო მოქმედება გამოძიების დაწყებიდან მაქსიმალურად გამჭვირვალე ჩავატარეთ. ჩვენ გქონდა ჩვენს პროკურორებს ჰქონდათ მაქსიმალური კომუნიკაცია დაზარალებულებთან და ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით აგვეხსნა დაზარალებულებისათვის თუ რას ვაკეთებდით. რაც ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა რთული არის, იმიტომ რომ ეს არის სამართლებრივი პროცესი და გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა საზოგადოებაში და ბატონ ზაზა სარალიძესთან აღარ იარსებობს ამ კითხვის ნიშნება, რომ საქართველოს პროკურატურა რაღაც არ გააკეთა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო უცხოელი პროკურორები, რომლებიც ჩაერთვებიან უშუალოდ გამოძიების პროცესში. ვის გულისხმობ? ეს საერთაშორისო უცხოელი პროკურორები არიან სერ ჯეფრი ნაისი. სერ ჯეფრი ნაისი 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამების და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია. მოშე ლადორი იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ისრაელში მიმდინარე ყველა სისხლის სამართლებრივ საქმის წარმოებას, მათ შორის სისხლის სამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი. ასევე პოლ კაფი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის განყოფილების დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს, მათ შორის ომის დანაშაულთა გამოძიებას. შესაბამისად, ეს ჯგუფი სოფლიოში სამართლებრივ წრეებში განსაკუთრებული ავტორიტეტით გამოირჩევა და ხასიათდება. ეს ჯგუფი ჩაერთვება ხსენებული საქმის გამოძიებაში
და მათი უშუალო ჩართულობით, მათი უშუალო მონაწილეობით ჩატარდება ყველა საჭირო დამატებითი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. ასევე ბატონ ზაზა სარალიძეს მიეცემა შესაძლებლობა უშუალოდ მის ადვოკატთან ერთად უშუალოდ იმუშაოს ამ უცხოელ პროკურორებთან და მათ გაუზიაროს თავისი მოსაზრებები, თავისი წინადადებები თითეული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების შესახებ. და ბოლოს მე მინდა საზოგადოებას უთხრა, მე მინდა ბატონ ზაზა სარალიძეს უთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და ჩვენ არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისგებლობას და მე პასუხისგებელი ვარ თითეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე. თუმცა მე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა აუხსნა და ხაზი გაუსვა, რომ გამოძიებამ და პროკურატურამ გააკეთეს ყველაფერი ამ ეტაპზე, რისი გაკეთებაც სამართლებრივად შესაძლებელი იყო. როგორც იცით, ეს სისხლის სამართლის საქმე ეხება არასრულოვან ბრალდებულებს. შესაბამისად, კანონით დადგენილი არის შეზღუდული ვადა, 40 დღიანი ვადა და ეს გამოძიება მიმდინარეობდა 40 დღის განმავლობაში. 40 დღე, როდესაც წინასწარი გამოძიება დასრულდა, ვინაიდან ეს ვადა ვერ გაგრძელდებოდა, საქმე გადაიგზავნა სასამართლოში არსებითი განხილვისათვის. ჩვენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ველოდებოდით არსებითი განხილვის შედეგებს. თუმცა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება და არსებობს 3 ინსტანციის სასამართლო და სწორედ იმისთვის არსებობს 3 ინსტანციის სასამართლო, რომ სრული მართსაჯულების პროცესი აღსრულდეს. და საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები წარმოებული მართსაჯულების მიმართ. ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმ საგამოძიებო პრობლემატიკას, რასაც გამოძიება ამ საქმის გამოძიებისას წააწყდა. მე როდესაც საუბრობ ჩემს პასუხისგებლობაზე, მე ეს პასუხისგებლობა კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, მაგრამ ჩვენ ყველა მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კრიმინალთან, დანაშაულთან ბრძოლა, მართლწესრიგი და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა საზოგადოების მხარდაჭერის და გვერდში დგომის გარეშე არის ურთულესი. მე მინდა გაუსვა იმ საგამოძიებო პრობლემებს, რასაც ჩვენ წავაწყდით ამ საქმეზე სამართალწარმოებისას. მე გულისხმობ იმას, თქვენთვის ყველასთვის ცნობილი არის, რომ ეს ინციდენტი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, ხდებოდა დღისით ბზისით, ხდებოდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. ამ ინციდენტში მონაწილეობდა ათეულობით ახალგაზრდა. საქმეზე დაკითხული არის 100 მოწმე. 100 მოწმიდან არავინ 4 მოწმის გარდა არ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა დანა ამ ინციდენტში. ვინ გამოიყენა დანა, ხას უსმევ, ასევე ხას უსმევ, რომ არც ერთი ამ 4 ადამიანის გარდა არც ერთი მოწმე არ საუბრობს დანის არსებობაზე. კონკრეტულად არავინ არ მიუთითებს, რომ ისინი ამბობენ, რომ მათ არ დაუნახათ, ვის ეჭირა დანა, არათუ ვინ გამოიყენა დანა. მე მინდა ამას ხაზი გაუსვა. ასევე იმას მინდა გაუსვა ხაზი, რომ ამ 100 ადამიანიდან, ამ 100 მოწმიდან, ვინც გამოძიებამ დაკითხა და შემდგომ ეს ადამიანები სასამართლოში წარსდგნენ და ყველა მხარის მონაწილეობით მოხდა ყველა საგამოძიებო მოქმედების მერე სასამართლოში ჩატარება. 14 ადამიანი, 14 მოწმე არიან 51 სკოლელები. ესენი არიან მოკლული ახალგაზრდების მეგობრები და კლასელები. არც ერთი მათგანი ვერ აწვდის გამოძიებას ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა დანა, ვის ჰქონდა დანა. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ პროკურატურის პასუხისგებლობაზე, მე ვარ მზად ავიღო პასუხისგებლობა. თუმცა ჩვენ ყველამ საზოგადოებამ უნდა ავიღოთ ეს პასუხისგებლობა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, იმიტომ რომ ეს საქმე არ არის დამთავრებული. ჩვენ აქამდე ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეხლაც ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ დღეს მოვისმინეთ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. როგორც აღნიშნე, ჩვენ მას არ ვეთანხმებით. თუმცა ჯერ არ ვიცით მოსამართლე რა გარემოებების გამო რა გარემოებები მიიჩნია იურიდიულ ფაქტად და რა გარემოებები არ მიიჩნია იურიდიულ ფაქტად. რატომ ელოდება პროკურატურა სასამართლოს განაჩენს? იმიტომ რომ საპროცესო კოდექსით
განაჩენი, სასამართლოს განაჩენი არის პრეიუდიცია. შესაბამისად, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც სასამართლოს განაჩენში იქნება მსჯელობა, ეს არის პრეიუდიცია, ანუ წინასწარ დადგენილი ფაქტი. შესაბამისად, ის თუ რა ფაქტებს გაიზიარებს სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაიგეგმოს შემდგომი საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება ბოლომდე აღსრულდეს და ასევე ჩავატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას, ყველა სხვა საპროცესო მოქმედებას და ამ პროცესში ჩვენი დიდი სურვილი არის უცხოელ ექსპერტებთან ერთად, უცხოელ პროკურორებთან ერთად ჩაერთოს ბატონი ზაზა სარალიძეც და ჩვენ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აღვასრულოთ მართლმსაჯულება და საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები განხორციელებული მართლმსაჯულების პროცესის მიმართ. იმ გარემოებების გაფორმებით, რასაც ჩამოთვლით საერთაშორისო ექსპერტები, რას დადებენ, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ, რომ ასთან მშობლებდნენ მოწმე. მე საერთაშორისო, მე მინდა ხაზი გაუსვა ამ საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობას და აზრს. მნიშვნელობა და აზრი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას და ბატონ ზაზა სარალიძეს კითხვის ნიშნები აქვს პროკურატურის მიმართ, კითხვის ნიშნები აქვს ჩატარებული გამოძიების მიმართ. ჩვენ მე ვამბობ, ამ ეტაპამდე გავაკეთეთ ყველაფერი. ყველაფერი გავაკეთეთ კანონთან სრულ შესაბამისობაში და სამართლებრივი შესაძლებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ამ უცხოელების ჩართულობა იმისთვის არის აუცილებელი, ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ ეს უცხოელი პროკურორები, უცხოელი ექსპერტები ჩაერთნონ სამართლებრივ პროცესში და თქვან თავისი სიტყვა. ის პროცესი, რაც აქამდე განხორციელდა, იყო თუ არა სრულყოფილი, იყო თუ არა ობიექტური, იყო თუ არა შესაბამისი. ამავდროულად მე ვამბობ, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ეს არსებობს შესაბამისი გამოძიება და ჩვენ ამ ეტაპამდე ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არის რეალობა, ეს არის ის სამართლებრივი რეალობა, რაც ჩვენ კანონით გვაქვს დავალდებული და ჩვენი მიზანი არის, რომ ეს აუხსნათ და გავაგებინოთ საზოგადოებას. ამ ექსპერტებმა თავიდან უნდა დაიწყოს გამოძიება, იმიტომ რომ მტკიცებულებების საქმეში, როგორც ამბობენ, თავარი მტკიცებულებები განადგურებულია, მაგალითად ფარდული, რომელიც დანგრეულია და რომელზეც ამბობენ, რომ შეეძლო ამ ფარდულს ბევრ კითხვაზე გაეცა პასუხი. ანუ თავიდან დაიწყებენ ეს ექსპერტები ამ გამოძიებას. მე ფარდულთან დაკავშირებით შემიძლია გაგცეთ პასუხი. ფარდული იყო შემთხვევის ადგილის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა სრულყოფილად. ამოღებული არის ყველა მტკიცებულება, ყველა საექსპერტო ნიმუში, რაც საჭირო იყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ყველაფერი არის ამოღებული. რაც შეეხება ფარდულს, ფარდულის ყველა პარამეტრი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაფიქსირებულია. მე ერთადერთი კითხვის ნიშანი მოვისმინე ფარდულის არარსებობასთან დაკავშირებით, რომ დაცვა აწყდება იმ სირთულეს, რომ მას აღარ შეუძლია აღადგინოს მაშინდელი მდგომარეობა, რომ ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. მე საზოგადოებას მინდა უთხრა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სურათები არის გადაღებული ამ ფარდულის, ყველა პარამეტრი დაფიქსირებული არის, შესაბამისად დღესდღეობითაც შესაძლებელი არის ამ ფარდულის აღდგენა და ვინმეს თუ უნდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, შეუძლია ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. აღდგენილ ფარდულზე. ყველა ნიმუში, სისხლის ნიმუში და საექსპერტო კვლები იქიდან ამოღებული არის. გასაგებია, მე გიხსნით გამოძიებამ რა გააკეთა, როგორ გააკეთა და რანაირად გააკეთა. ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ ასომითი ნახაზები არ არსებობდა საქმეში, არ იყო ის პარამეტრი. მე მგონი გაგეცით პასუხი, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაფიქსირებული არის ყველა პარამეტრი და ყველა გარემოება ძალიან დეტალურად. უნდა შემოსვა ასევე შვილთან ერთად ვაკეთებ შემოსვლას თუ შეხვდებით მათ და თუ აისაუბრებთ. მე მზადა ვარ შევხვდე, რა თქმა უნდა. დღეს თავი კითხარი ვინ მოკლა დავით სარალიძე, იმიტომ რომ განაჩენით გაირკვა, რომ არავის არ მოკლა დავით სარალიძე, იმიტომ რომ ბრალდებულები, რომლებიც ელოდნენ ამ განაჩენს, მოსამართლემ ამ ნაწილში გაახერხა. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ განაჩენს, ჩვენ ბრალდებულებს ვედავებოდით ბრალად, რომ მათ ჯგუფურად ჩაიდინეს სარალიძის
მკვლელობა, შესაბამისად ჩვენ ამ განაჩენს არ ვეთანხმებით და ჩვენ გავასაჩივრებთ, შესაბამისად სამართლებრივი არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო. პირველი ინსტანციის სასამართლოს მერე მისი გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთულობა უნდა შეისწავლოს აპელაციამ, მერე უზენაისმა. მე გიხსნით, ჩვენ გამოძიებამ ჩაატარა ყველა საგამოძიებო მოქმედება. ჩატარდა ყველა საპროცესო მოქმედება და ყველა მტკიცებულება რაც მოგროვდა იმის მიხედვით მიღებული იქნა შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებები და კონკრეტული ბრალდებულების მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. მე არაფერს არ გამოვრიცხავ. როგორ? მე გიხსნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული არის ერთი დანა, რომელიც დადგენილი არის, რომ ეკუთვნოდა კონკრეტულ ბრალდებულს და ამ დანაზე ამოსულია როგორც ამ ბრალდებულის, ისე მოკლული და ერთ-ერთი ბრალდებულის სისხლი. ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტით, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით ამოღებული არის გადამალული მეორე მკვლელობის იარაღი დანა, რომელიც იყო გადამალული. ამ დანიდან ასევე ამოსული არის ერთ-ერთი ბრალდებულის დნმ, ამოსული არის ორივე გარდაცვლილის დნმ. და სხვა რო დავამთავრო კითხვას პასუხები რო გავცეთ ძალიან გთხოვთ, როგორც თქვენთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანი არის კითხვის დასმა, ისევე ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენ დასმულ კითხვებს გავცე პასუხი. რაც შეეხება სხვა დანას, არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, არავინ არ იძლევა მსგავს ჩვენებას, არ არის ამოღებული არც ერთი საგამოძიებო მოქმედებით. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, სხვა არც ერთი დანა. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში, რომ არსებობდა მესამე დანა. ეს არის რეალობა და ამას გიხსნით და ამას უხსნით საზოგადოებას. ხო არ გამორიცხა, იგივე სამხარაულის ექსპერტიზის დანა. სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა ჭრილობების ნიშნები, ტექნიკური პარამეტრები. შესაბამისად, თეორიულად მაგალითისთვის მე შემიძლია გითხრათ, ამოღებული არის ორი დანა, ხო? ბუნებაში შესაძლებელი არის ეს დანა ხო ერთი ინდივიდუალ რაღაც განსაკუთრებული დანა ხო არ არის, ეს არის ჩვეულებრივ წარმოებაში არსებული დანა. არსებობს 12 ჭრილობა. შესაბამისად, თეორიაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მსგავსი დანა სხვასაც ჰქონოდა, მაგრამ ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედებით ამ ეტაპზე კონკრეტული ბრალდებულების მიმართ, რომელთა დაკავება შესაძლებელი გახდა ცხელ კვალზე და შესაბამისად ეს ბრალდების პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონკრეტული ბრალდებულების მიმართ. შესაბამისად განაჩენის შემდგომ მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ველოდებით სასამართლოს განაჩენს, სადაც იქნება საუბარი კონკრეტულ ფაქტებრივ გარემოებებზე. იქ უნდა იყოს საუბარი თითოეულ მტკიცებულებაზე, მათ შორის ჩვენს მიერ მიყვანილ მოწმეებზე, მათ მიერ მიცემულ ჩვენებებზე და ასე შემდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის გავეცნოთ ამ განაჩენს და ვნახოთ სასამართლომ რა მიიჩნია დადგენილად. დიახ. უშუალოდ მკვლელობაში. მე არაფერს არ გამოვრიცხავ. გამოძიება, მე მინდა განმარტო კიდევ ერთხელ და საზოგადოებას აუხსნა, რომ ამ საქმეზე არსებობს გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც მაგალითად ბატონი ზაზა ცარალიძე მიიჩნევს, რომ ჩასატარებელია, ის საპროცესო მოქმედებები, რასაც მიიჩნევს, რომ ჩასატარებელი არის, ჩვენ მზადა ვართ, ყველაფერი ჩავატაროთ, ყველაფერი გავაკეთოთ. ამავე როგორ? დიახ. ერთ-ერთი ჭრილობა აქვს მიღებული და ეს არის 12 სანტიმეტრი. აი ეს ფაქტი ეს ფაქტი ახსნილი არის საექსპერტო დასკვნაში. არის ახსნილი როგორი დანით, რა ზომის დანით შეიძლება მიყენებული ყოფილიყო და ეს ყველაფერი არის ექსპერტიზის დასკვნაში ახსნილი და ექსპერტი დაიკითხა ამ ფაქტზე მის საჩვენება სასამართლოში. სწორედ ამიტომ ვამბობ, მიუხედავად ამისა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ბატონი ზაზა ცარალიძე არ ეთანხმება. სწორედ ამიტომ იგივე ექსპერტიზები, რომ ვაპირებთ ჩავატაროთ შვეიცარიაში,
ჩვენ საქართველოში არსებულ საექსპერტო დაწესებულებაში ჩავატარეთ ექსპერტიზის დასკვნა. საექსპერტო დასკვნა არის მეცნიერული დასკვნა კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. პროკურორს არ აქვს შესაბამისი ცოდნა, რომ ჩაატაროს ექსპერტიზა და რომ ჩაატაროს ამ ექსპერტიზას არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ ექნება. შესაბამისად ჩვენ საქართველოში არსებულ საექსპერტო ბიუროში, სამხარაულის ბიუროში ეს ექსპერტიზა ჩავატარეთ. თუმცა ვინაიდან ამ ექსპერტიზის მიმართ დაზარალებულ ზაზა სარალიძეს გააჩნია კითხვის ნიშნები, სწორედ ამ კითხვებს რო გაეცეს პასუხი, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ექსპერტიზის დანიშვნა შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროში. ეს არის არასწორი ინფორმაცია, ეს არის სიცრუე, რომ რამე არის დაზიანებული და მე მინდა გითხრათ, რომ ამ ალტერნატიულმა ექსპერტმა ბევრი გაუგებრობა შემოიტანა საქმეში. შესაბამისად, სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივ პროცესში მონაწილე მხარეებისათვის ძალიან კარგად გასაგები არის ამ ალტერნატიული ექსპერტიზის სანდოობა. სწორედ ამიტომ ნიშნავთ ექსპერტიზას შვეიცარიის ყველაზე ერთ-ერთ ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროში. მე ვერავის დაინტერესებაზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე ვარ პროკურორი და მტკიცებულების გარეშე არაფერზე საუბარი არ შემიძლია. ზუგდიდის ნაწილში აპირებთ თუ არა დაზარალებულის პრეტენზიების შესწავლას. მე მზადა ვარ, შევხვდე ამაზე მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მე დღევანდელი გარემოებებიდან გამომდინარე არ ვაკეთებ ამ განცხადებებს, ხო? მე ვამბობ, რომ მზადა ვარ შევხვდე დაზარალებულს, პირადადაც ჩავერთო, თუ ის მიიჩნევს მიზანშეწონილად, თუ არ სურს რომ მე ჩავერთო, ამიტომ არსებობს ეს უცხოელი პროკურორები, რომ მარტო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან. ჩვენი მიზანი არის, რომ ბატონ ზაზა სარალიძეს ყველა კითხვას გავცეთ სამართლებრივი პასუხი. და ვიყოთ ანგარიშვალდებულები საზოგადოების წინაშე. როგორ? ბრალდებულები აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა არასწლოვანი ბრალდებულების ჩვენებებს, რომელიც მათ სასამართლოში არა. იქნებ დამაცადოთ კითხვას მისმევთ, გაგცემთ პასუხს. იმიტომ რომ კიდევ აღნიშნავ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველას კითხვას გაეცეს პასუხი. რაც შეეხება არასწლოვანი ბრალდებულების მიცემულ ჩვენებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ადამიანს, ვინმეს თანამშრომლობა თუ უნდა გამოძიებასთან არსებობს ამის შესაძლებლობა. ხსენებული არასწლოვნები დაკავებიდან 6 თვე იყენებდნენ დუმილის უფლებას. დუმილის უფლება არის თითეული ბრალდებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. თუმცა აქ იმას გულისხმობ მე, რომ ამ ადამიანებს თუ გულწრფელად უნდათ თანამშრომლობა გამოძიებასთან, მათ ამის შესაძლებლობა დიდი ხნით ადრე ქონდა და ჩვენც გაცილებით სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა მოგვეცომა და აქედან გამომდინარე. თუმცა მე მინდა ხაზი გაუსვა, ასევე საზოგადოება მინდა იცოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრალდებულების ჩვენებების ტირაჟირება ხდება არც ერთ ბრალდებულს თავის ჩვენებაში სიტყვა დანის გამოყენება არ უხსენებია. შესაბამისად, ისინი სრულყოფილად არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ჩვენ აუცილებლად დავკითხავთ ბრალდებულებს ამ გამოძიების ფარგლებში და მე იმას ვიტოვებ, რომ ისინი რეალურად ითანამშრომლობენ გამოძიებასთან და თუ მათ რეალურად იციან ის თუ მათ გარდა ვინ გამოიყენა დანა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ითანამშრომლობენ გამოძიებასთან და ისინი ძალიან მალე დაიკითხებიან. რაც შეიძლება ასევე ყველანი ვხედავთ, საზოგადოება ვხედავთ, რამხელა დიდი ინტერესი არის ამ საქმის მიმართ. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მინდა მიუწოდე. ამაზე იყო არაერთხელ საუბარი და სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს და მოუწოდეს საზოგადოებას იმ ადამიანს, რომ ვინმეს თუ რამე დანახული აქვს, მიაწოდოს გამოძიებას ინფორმაციას. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ვხედავთ საზოგადოებას, რაოდენ დიდი ინტერესი აქვს ამ საქმის მიმართ. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოუწოდო, ვინც არიან ამ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები. ყველას ვთხოვთ, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ითანამშრომლოთ გამოძიებასთან. ჩვენი მხრივ სრულ მხარდაჭერას და გვერდში დგომას ვპირდებით. ნდობა პროკურატურის მიმართ და იმიტომ ელაპარაკეს სასამართლოში და სასამართლოში თუ პირდაპირ დანაართვეს, ხო თქვეს, რომ რაღაცა ეჭირათ, დაინახეს რკინის მაგვარი კარი. არ არის საკითხი. ამ შემთხვევაში მათ ჩვენება მისცეს სასამართლოში. აქ პროკურატურა არაფერ შუაშია. აქ ერთი წამით კითხვაზე პასუხობთ.
აქ პროკურატურა არაფერ შუაში არ არის. მათი დაკითხვა გამოძიებაში არ მოხდა, მათი დაკითხვა მოხდა სასამართლოში, მოსამართლის და ყველა მხარის ადვოკატის მონაწილეობით. შესაბამისად, აქ იმაზე საუბარი, რომ მათ პროკურატურის მიმართ დომბა არ აქვს, არ არის რელევანტური, უბრალოდ არ არის რელევანტური. აქ პროკურატურასთან დომბა არაფერ შუაში არ არის. ამ ხალხის დაკითხვა მოხდა სასამართლო ეტაპზე და თითეული ამ ადამიანის ჩვენება ჩაწერილი არის და არის დაუქმებული. შესაბამისად, მათ ეს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ მართლა რეალურად სრულყოფილად ეთანამშრომლოთ გამოძიებასთან. ეთქვათ გამოძიებისთვის, ეთქვათ ბრალდებულებისთვის, ეთქვათ დაზარალებულებისთვის. ვინ გამოიყენა მათ გარდა დანა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ისინი დაიკითხებიან და მათ შეეთავაზებათ შესაბამისი თანამშრომლობა გამოძიებასთან. ისეთი წესით, როგორც ჩვენ ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ შესაბამისად ბრალდებულები ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხას უსვამ. მე ვარ მთავარი პროკურორი, ამ უწყების ხელმძღვანელი და მე, რა თქმა უნდა, არასდროს არ გაურბივარ, არ გაურბოდი და მომავალშიც არ ვაპირებ გაურბე რაიმე სახის პასუხისგებლობას. ეს არის სამართლებრივი პროცესი. ეს არის მართლმსაჯულება და საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ჩვენ თუ გვინდა კანონის უზენაესობის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, პროკურატურის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით, გაქვთ კითხვის ნიშნები პროკურატურის მიმართ, გასაგებია, მისაღებია ჩვენთვის და ლეგიტიმური არის ეს კითხვები. ამიტომ ვთავაზობთ საერთაშორისო ფორმატს, რათა გადავამოწმოთ, რამდენად ობიექტური არის პროკურატურა. ამაზე არის საუბარი. თორემ მე არ გავქცევი ვარ პასუხისგებლობას არ ვაპირებ გავექცე არანაირი პასუხისგებლობას. მე გაგეცით, მე ამ კითხვაზე გაგეცით პასუხი. მე ამ კითხვაზე გაგეცით პასუხი. მე გაგეცით პასუხი ამ კითხვაზე. დიახ. სასამართლოს არგუმენტებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ როდესაც საუბარი არის მაგალითად დანებიდან ამოსულ დნმ-ის კვალზე და არსებობს გარკვეული 4 მოწმე, რომლებიც მიუთითებენ ვინ გამოიყენა დანა, ეს პირები იდენტიფიცირებულები არიან და ბრალდებული სტატუსით სარგებლობდნენ დღესდღეობით უკვე მსჯავრდებულები და დამნაშავეები არიან. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან გაურკვეველი არის, დაუხსნელი არის სასამართლოს გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებთ. რა მოთხოვნაც არ უნდა დადგეს, რაც იქნება რელევანტური, ადეკვატური და სამართლებრივად გამართული, რა თქმა უნდა, ჩვენ მზადავართ ყველა მოთხოვნა დავაყენოთ. მე ვფიქრობ, გაგეცით ამ კითხვაზე პასუხი. ეგ თქვენი მოსაზრება არის. დიახ, ის ექსპერტები არის. დიახ, ისინი თავის საექსპერტო დახმარებას ახორციელებენ, უწევენ პროკურატურას. გათვალისწინებით სააგაშო მისაკუთრებასთან დაკავშირებით თქვა და ეს სხვა გააჩენს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით თქვენი მრჩევლები ისინი და იმ თქვენი მიღებული ინფორმაციაზე რა გააჩინა. ერთადერთი სამართლებრივი გზა, რომ ეს ადამიანები არიან მრჩევლები, გასაგებია, მაგრამ ეს ადამიანები სარგებლობენ უმაღლესი ავტორიტეტით. ერთ-ერთი არის ბრიტანეთის დედოფლის ადვოკატი. ეხლა ჩვენ საუბრობთ, მე მესმის, რომ პროკურატურის მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები, გასაგებია, ლეგიტიმურია, ვიღებ ამ კითხვებს. იმ წარსულიდან გამომდინარე, იმ ძიმე წარსულიდან გამომდინარე, რაც პროკურატურას ჰქონდა და რაც ყოველთვის შავლაქად არჩება ჩვენი უწყების ისტორიაში. მაგრამ ეს ადამიანები არიან ავტორიტეტულები, ძალიან ავტორიტეტულები და ეს არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტები. დიახ. ექსპერტიზების შედეგები არ იყო ცნობილი, არც სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ცნობილი. თქვენ თავიდან ვეთქვით, რომ შესაძლო დამნაშავე პირთა წრე არ გაიზრდებოდა. საიდან გქონდათ ეს მოლოდინი და ეს ინფორმაცია, ეს კითხვა აქვს დასაწყისად. დღესაც იგივე აზრზე ხართ.
მე ერთი რამე მინდა ვთქვა, ეხლა თქვენ რას მეკითხებით, ეხლა ესე ზუსტად ვერ დაგესესხებით თქვენს ციტირებას, მე მინდა ვთქვა, რომ მე ვამბობდი, რომ ჩვენ ველოდებით. ჩემი ძირითადი მესიჯი იყო, რომ ჩვენ ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც კონკრეტულ საქმეზე არსებობენ ბრალდებულები, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიდან შესაძლებელია გამოყოფილი საქმე არსებობდეს და სხვა პირების მიმართ არსებობდეს კითხვის ნიშნები, უნდა დაველოდოთ განაჩენს. ვინაიდან განაჩენი არის პრეიუდიცია მტკიცებულების ერთ-ერთი სახეობა, სადაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ ჩვენ რა საგამოძიებო მოქმედებაც არ უნდა ჩაგვეტარებინათ სასამართლოს, შეიძლება განსხვავებული რამე ეთქვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სასამართლოს გადაწყვეტილება. იმ ვადაში თქვენ რაც მოახერხეთ იყო ამ ორ არასრულოვანთან დაკავშირებით მიწებულებების მოძიება და გაგრძელდება სხვა სავარაუდო დანაშაუების მიმართება. ანუ ასე გავიგოთ თქვენი ნათქვამი. გამოძიება გაგრძელდება და მე გეუბნებით ამ გამოძიების მიმართ სანდომობის ასამაღლებლად ჩვენ კონკრეტული ფორმატი შევიმუშავე და კონკრეტულ ფორმატზე საუბრობ, სადაც ის ძირითადი მტკიცებულებები არის ორი ძირითადი მიმართულება ყველა გამოძიებაში. არის საექსპერტო მეცნიერული დასკვნები, რაც სადაოდ გახდა, შესაბამისად ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროში ვატარებთ ექსპერტიზას, პარალელურად არის გამოძიება. ამ გამოძიების პროცესში ვთავთ ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პროკურორებს. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოებას დავანახოთ, რომ ამ საქმეში ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი და ნებისმიერ ფორმატში, სამართლებრივ ფორმატში, კანონით განსაზღვრულ ფორმატში ჩვენ მზადა ვართ კითხვებს გავცეთ პასუხი. რისი მიზანი? ჩვენი მიზანი არის ძალიან მარტივი არის ამაზე კითხვაზე პასუხი. ჩვენი მიზანი არის აღსრულდეს მართლმსაჯულება და ამ პროცესის მიმართ საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები. ჩვენ ამას არ ვფიქრობ, მე არ ვფიქრობ, რომ საგამოძიებო დანაყოფებმა რამე არ გააკეთეს. მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურამ რამე არ გააკეთა, თუმცა ვამბობ პარალელურად, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს და ის რაც გაკეთდა აქამდე, რომ იყო ობიექტური, სრულყოფილი, რელევანტური, სწორედ ამიტომ უნდა ჩაერთონ ეს უცხოელი ექსპერტები, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩეს საზოგადოებაში. უნდა შეაფასონ ის მტკიცებულებები, დიახ, თუნდაც პროკურატურამ როგორ იმუშავა, საგამოძიებო დანაყოფებმა როგორ იმუშავეს და შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა აუხსნან საზოგადოებას იგივე დაზარალებულ ზაზას არალიძეს. ბატონი ზაზა, რადგან ჩვენ არ გვენდობა, მას სრული შესაძლებლობა ექნება უცხოელ პროკურორებთან, უცხოელ ექსპერტებთან დასვას ეს კითხვები და მიიღოს ამ კითხვებზე პასუხი. ინფორმაციის საფუძველზე უნდა მიიღოს უცხოელმა ექსპერტებმა გადაწყვეტილება. ხო და უნდა დადოს საექსპერტო დასკვნა, როგორც თქვენ ხა ამას ამბობთ, ხო? ვინ უნდა დადოს? უცხოელმა საექსპერტო ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს. თქვენი მემიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს მტკიცებულებები ყველაფერი წარდგენილი არის სასამართლოში და ჯერ კიდე 6 თვის წინ გაცვლილი არის დაცვის მხარესთან. მეორე საკითხი, უცხოელი ექსპერტები ნებისმიერ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებას რის ჩატარებასაც მიიჩნევენ საჭიროდ, ეს ყველაფერი ჩატარდება. ბატონო, დაზარალებულ საფეჭვი, რომ პროკურატურის პროფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მფარველობენ იმ სხვა დამნაშავეებს, რომ შესაძლოა ამ საქმეში არის და აი ამ მფარველობის და დაინტერესების საკითხს როგორ გამოარკვევენ? ერთადერთი გზა, რომ ეს ეჭვები გავფანტოთ, არის სამართლებრივი გზა. არანაირი არასამართლებრივი გზით ამ ეჭვებს ვერ გავფანტავთ. რას გულისხმობთ? იმას გულისხმობთ, რომ სამართლებრივად მიმდინარეობს პროცესი. ამ სამართლებრივი პროცესის მიმართ, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი, საზოგადოებას აქვს კითხვის ნიშნები. სწორედ ამიტომ, რომ უცხოელების მიმართ, შესაბამისი ავტორიტეტის მქონე სპეციალისტების მიმართ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ესეთი კითხვები მათი წარსულიდან გამომდინარე და იმ საქმიანობიდან გამომდინარე, რაც მას გახორციელებული აქვს, ამას გულისხმობთ ჩვენ. მირზასუბელიძის დაკითხვა თუ იგეგმება და თუ გაკითხები იგივე მირზასუბელიძთან დაკავშირებით, რომლის მისამართად ყველაზე მეტი კითხვა მე ვიტყვი, რომ ყველას მიმართ გვაქვს ჩვენ კითხვები და ყველას მიმართ გვექნება კითხვები. დამატებითი კითხვები შეიძლება ასევე წარმოიშვა, რა თქმა უნდა, ბრალდებულის ბოლო ჩვენებებიდან გამომდინარე და ამიტომ არის საჭირო მათი დაკითხვა და აქედან გამომდინარე ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. ყველა ყველა დაიკითხება, რა თქმა უნდა. აუცილებლად.
მე ამაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. ამ კითხვაზე ძალიან კი ბატონო, დიდი მადლობა კითხვისთვის. რაც შეეხება პასუხს. თქვენთვის არ ვიცი, საზოგადოებისათვის რამდენად არის ცნობილი, მაგრამ მირზა სუბელიანი დასაკითხ პირთა სიაში ყავდა შეყვანილი დაცვის მხარეს. თუმცა იმდენად არა საჭიროდ მიიჩნიეს, რატომ მიიჩნიეს საზოგადოებამ განსაჯოს ეს, მათ მისი დაკითხვა არ მოახდინეს. რაც შეეხება ჩვენ საქართველოს პროკურატურას, მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება, საპროცესო მოქმედება, რაც წამოვა ბატონი ზაზა სარალიძესთან, რაც წამოვა უცხოელები ექსპერტებისგან, ყველაფერი ჩატარდება. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა მთავარი პროკურატურიდან. შეიძლება ითქვას, რომ უწყება ხელახალ გამოძიებას იწყებს ირაკლი შოთაძის განცხადებით. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 6 თვის თავზე უწყებამ უნდა გადაამოწმოს მათ მიერ ჩატარებული გამოძიება, ოღონდ ამჯერად საერთაშორისო ექსპერტების და პროკურორების მონაწილეობით, ასევე ყველა მტკიცებულება გაიგზავნება ხელახალ ექსპერტიზაზე შვეიცარიაში. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ პროკურატურაც გაასაჩივრებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. ახლა კი დაუბრუნდეთ სწორედ სასამართლოს, საიდან დღეს პროტესტი დაიწყო სწორედ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. ლევან ჩუგოშვილია ისევ პირდაპირ ეთერში. დიახ, ამ განაჩენთან დაკავშირებით არსებობს არაერთი შეკითხვა და ამის დასტური იყო თუნდაც ის ბრიფინგი, რაც ჩვენ მოვისმენთ რამდენიმე წუთის წინ. ირაკლი შოთაძე 9 საათზე მეთხანს პასუხობდა მედიის შეკითხვებს და ცდილობდა საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ ვერ გამოიძია პროკურატურამ საქმე 6 თვის განმავლობაში ისე, რომ დამდგარიყო შესაბამისი განაჩენი. ეს განაჩენი კი მხარეებისთვის აღმოჩნდა განსაკუთრებით გაუგებარი. დღეს ადვოკატებიც და პროკურორებიც ერთხმად აცხადებდნენ, რომ სასამართლომ ვერ დადო შესაბამისი განაჩენი და ადვოკატების განცხადებით ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურატურამ ვერ გამოიძია საქმე სათანადოდ და მათ ვერ მოახერხეს, რომ ეპოვათ და დაესაჯაც ის ადამიანები, ვინც ამ საქმის რეალური დამნაშავეები არიან. პირველი ვეთხიდან ვამბობდით, რომ საქმე არ არის სწორად გამოძიებული და თანაშაული ჩამდენი პირები არიან გარეთ. მათ არ წაუყენეს ბრალი. სასამართლოს განაჩენი დღეს ეს დადასტურდა. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი სასამართლომ გაამართლა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განსაკვლელობისთვის და გადაუკვალიფიცირა მკვლელობის თელობის მუხლით. შესაბამისად დაადგინა, რომ მას განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, ანუ მის ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ ყოფილა. შესაბამისად, ისმის კითხვა, პასუხგაუცემელი კითხვა, ვინ არიან ის პირები, ვინც მოკლეს დავით სარალიძე. ეს ნამდვილად ვერ იქნება მისაღების შედეგი ჩვენთვის, ვინაიდან არ დადასტურებულა სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფნა მას მიაყენა რამოდენიმე ჭრილობა. თუ კი მე მხოლოდ ერთი ჭრილობა მივაყენი მას, ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ მე მისი მოკვლის განზრახვა მქონდა. შესაბამისად, არ უნდა იყოს გაზიარებული აღნიშნული. ბრალდების მიერ წარდგენილი იყო ყველა უტყუარი მტკიცებულება, რომელთაც დასტურდებოდა ორივე ბრალდებულის მიმართ, მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, ვინაიდან სასამართლომ დღეს გამოაცხადა მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცნობია, რომელი მტკიცებულება არ გაიზიარა სასამართლომ. ჩვენთვის აღნიშნული გადაწყვეტილება არის ბუნდოვანი, გაურკვეველი, შესაბამისად ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ასეთი იყო ის განცხადებები, რაც ხმაურიან საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ გაკეთდა, ხვალ კი უნდა ჩაინიშნოს, უпростоრეთ უკვე ჩაინიშნა და გაიმართება მორიგი სასამართლოს ხდომა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება არასრულწლოვნებს, დღეს მოსამართლეს არ უთქვამს სასჯელის ზომად რა განესაზღვრება ამ ორ არასრულწლოვანს და ხვალ უკვე სასამართლო პროცესზე სწორედ ამ ერთადერთ საკითხზე იქნება მსჯელობა და სასამართლო გამოაცხადებს, რამდენ წლიან პატიმრობას უფარდებს ორ არასრულწლოვანს. მადლობა ლევან ჩუგოშვილს. ახლა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ყობახიძე აკეთებს განცხადებას. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ბრიფინგს. შეგიძლია. კი ბატონო, მოგესალმებით. დღეს როგორც მოიხსენებათ, სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით ტკივნეულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსაჯელთან მიმართებით ადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ მხოლოდ მცდელობა გაშთა კითხვების საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა
გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულყოფილად აღსრულდეს. ამისათვის შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად. დიდი მადლობა. ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. ირაკლი კობახიძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე, მკვლელობაზე შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. ეს საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე უნდა გასულიყო, თუმცა როგორც ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, გადაწყვეტილება პრინციპში უკვე მიღებულია და კომისია თავის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს სიმართლის დადგენას. დღეს ასევე განცხადება გააკეთა რამდენიმე წუთის წინ სახალხო დამცველმა, ისიც სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახალხო დამცველს არ ჰქონდა წვდომა გამოძიების საქმის მასალებზე და ამ მასალებზე ჩვენ გვექნება წვდომა მხოლოდ დღის შემდგომ, განაჩენის გამოტანის შემდგომ, შესაბამისად უახლოეს პერიოდში გამოძიების მასალებს სახალხო დამცველის აპარატი სრულად შეისწავლის. თუმცა ამ ეტაპისთვის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული მხარე აღნიშნულ გარემოებაზე ღიად აპელირებდა, გამოძიება სხვა პირების მიერ მკვლელობის ფაქტზე დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა ფაქტიურად გამორიცხავდა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში სხვა მონაწილე დამნაშავეების გამოსავლენად, ასევე ხაზგასმით სურს აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით დავით სალარიძის სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით. ასევე კითხვები არსებობს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიების მიმართულებით, თუ რამდენად ამომწურავია პასუხისგებაში მიცემულ პირთა სია, რომლებმაც ხელი შეუწყოს დანაშაულის დაფარვას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას გააცნოს ამ დროისთვის არსებული ყველა სხვა მიმდინარე გამოძიების მასალები ამ ფაქტთან დაკავშირებით. და ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს სხვა პირთა მიერ მკვლელობის გამოძიება და მიმდინარე გამოძიების მასალები გააცნოს სახალხო დამცველს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე მთელი დღეა კომენტარები კეთდება. საკანონმდებლო ორგანოში ახლა დეპუტატების შეფასებებს სოფო ხანაშვილი გაგვაცნობს. სოფო, გისმენთ. როგორც უკვე მოისმინეთ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჩაერთვება სწორედ გამოძიების პროცესში. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა ირაკლი კობახიძემ. სწორედ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი იყო ის ძირითადი თემა, რაზეც დღეს მუდმივად ისმოდა კითხვებიც, ასევე მოწოდებებიც და თხოვნებიც ოპოზიციის მხრიდან. ბუნებრივია ეს საკითხი და სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე საგამოძიებო კომისიის შექმნის თემა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც საუბრით დაიწყო დღეს ბიუროს სხდომა. ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს საკითხი ისედაც გათვალისწინებული იყო დღევანდელი დღის წესრიგით, თუმცა ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ამ საკითხის წამოწევა პირველ თემად განხილვა მომხდარიყო და კენჭისყრაც სესიის დაწყებისთანავე ეყარათ. საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ, რაც შეეხება ბიუროს სხდომაზე განვითარებულ პროცესებს. ერთადერთი დეპუტატი რომან კაკულია იყო უმრავლესობიდან, რომელმაც ღიად დააფიქსირა საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ეს საგამოძიებო პროცესი და ზოგადად სასამართლო პროცესს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნიდა. რაც შეეხება უმრავლესობის დანარჩენ წევრებს, მათ განაცხადეს, რომ მათთვის პრინციპული საკითხია, რა თქმა უნდა, სამართლიანობის დადგენა, სიმართლის დადგენა და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, რადგანაც მათ გაუჩნდათ შეკითხვები სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მართლმსაჯულების აღსრულებას
შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა ბიუროს ხდომის მიმდინარეობისას მათ ღიად არ დაუფიქსირებიათ საკუთარი პოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. რამდენიმე დეპუტატმა ბიუროს ხდომაზე ითხოვა, რომ დახურულ ფორმატში გადაეტანათ მსჯელობა, გაემართათ კონსულტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდნენ ისინი გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი როგორც ნახეთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ გააჟღერა. აბსოლუტურად გაუგნებელ მდგომარეობაში ოჯახის წევრები, ახლობლები, მისულები პროკურატურასთან, ბრაზი ძალიან ბუნებრივი. ეს ყველაფერი რო არ გადაიზარდოს რაღაცა უმართავ პროცესში, სასწრაფოდ შევქმნათ საპარლამენტო კომისია, მივცეთ ამას ის სახე, რაც უნდა მიეცეს ნორმალურ ქვეყანაში, დავიბაროთ სასწრაფოდ პროკურორი, დაუსვათ კითხვები, ყველანაირი არავის არ მივცეთ არც სპეკულაციის საშუალება, არც რაღაცა ქულების საშუალება, ამიტომ ყველამ ერთად ვიყოთ ამჯერად ერთიანი ამ საკითხზე. თქვენი მხრიდან ადამიანების დაჩაგვრაზე და უსამართლობაზე საუბარი ძალიან ზედმეტი არის, მე მგონი, მორალური პასუხისმგებლობის კუთხით. კიდე ერთხელ მინდა დავაფიქსირო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი კოლეგა ამ პათოსს იზიარებს, რომ ამ ადამიანის გვერდით ვარ და ყველანაირად დაუდგებით გვერდით იმაში, თავისი წესების, თავისი პროცედურის ფარგლებში, რომ ამ ადამიანმა იპოვოს თავისი სამართალი. ვუჭერთ მხარს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. აშკარა აქ რომ საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. ეს აშკარად ჩანს, ამაზე ქალბატონმა სოფომაც ისაუბრა, ჩვენ საუბრობთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ თქვენგან განსხვავებით აპრიორი არც ერთ ხარეს არ უცხადებთ დობას. ჩვენ ვამბობთ, რომ საბოლოოდ ეს საკითხი უნდა გაირკვეს და უნდა დადგეს საბოლოოდ სამართლიანი განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით. დღეს დროებითი კომისიის შექმნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დღის წესრიგში პარლამენტის საქმიანობაში 54 საკითხი უნდა იყოს. ეს გონია რომ ნორმალური არის. დააყენეთ დღის წესრიგში, რომ დავიწყოთ დღევანდელი სხდომის განხილვა ამ საკითხს. მე ვფიქრობ, ამ თემას უნდა ჩვენ სერიოზულად დაუბრუნდეთ მას მერე, რაც მეორე სასამართლო უკვე გასაჩივრების შემდეგ განიხილავს საკითხს და გადაწყვეტს ასე თუ ისე. ვინაიდან არის დაგეგმილი მაღალი დონის ექსპერტების ჩამოყვანა და პროკურატურა არ აპირებს ამ თემაზე უკან დახევას. არც ერთი მხარე არ დავიცვათ. კომისიას ვქვნი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სხვა ინსტრუმენტების ამოწურვას უნდა დაველოდო და მერე შევქმნა, ეს ის შემთხვევა ჩემი აზრით არ არის. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მათ უნდა უთხრათ, რომ თემ ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი არ უნდობლობა არ გვაქვს იმ პროცესის მიმართ, ამ გადაწყვეტილებით მათ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ. ერთმანეთს ვერ შევეჯიბრებით, ჩვენ ეხა ვის მეტად გვეთკინა ეხა გული. ამიტომ პოლიტიკოსები ვართ, პასუხისმგებლობას ყველა გვგრძნობთ. მე მგონია, რომ აქ შევწყვიტოთ ეს დისკუსია და გადავინაცვლოთ საკონსულტაციო ფორმატში. კომისიის შექმნა ჩვენ შიდა განხილვებში პირველივე წუთებში იხილებოდა. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს შემოთავაზება რაც გაჟღერდა, რომ კონსულტაციები გავაგრძელოთ დახურულ რეჟიმში იქნება ყველაზე სწორი. ცხოვრებო ცხოვრთა რეგისტრაციის პირადობის ქალბატონო ელენე. კანტორა იყო პარლამენტი თავის დროზე, როდესაც გირგვლიანის მკვლელობაზე არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია. ქალბატონო ელენეს მინდა გამოეხმაურო, ხო? გირგვლიანის მკვლელობა არ იყო ის, რაც ხდება დღეს. ეს ასახად შემიძლია თქვა. გამოძიების პროცესში პარლამენტის ჩართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია პლენარული სესიისთვის. დეპუტატები ამ წუთებში ემზადებიან და პირველი საკითხი სწორედ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით იქნება. სოფო ხანაშვილი საუბრობდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. ახლა უბრუნდებით მთავარ პროკურატურას, სადაც მოკლულის მამა ზაზა სარალიძე იმყოფება და მან ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირაკლი შოთაძე შეხვდება. ლევან კვატაშიძეა პირდაპირ ეთერში. ლევან, გისმენთ. დიახ, მართალია ეს გადაწყვეტილება მიიღო ზაზა სარალიძემ, თუმცა ის ადვოკატებთან ერთად ჯერ ისევ რჩება მთავარ პროკურატურასთან და ელოდება გადაწყვეტილებას. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, უნდა შედგეს სპეციალური სია და ამ სიის შედგენის შემდეგ სავარაუდოდ უკვე ზაზა სარალიძე შევა მთავარ საგამოძიებო უწყებაში და შეხვდება მთავარ პროკურორს. რაც შეეხება აქ თვითონ სიტუაციას, ჯერ ისევ მიმდინარეობს აქცია. ამ აქციაზე მოვიდა რამდენიმე წუთის წინ ასევე პრეზიდენტის წარმომადგენელი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცულიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენი დადასტურდა, რომ საქმე არის ბუნდოვანი, კერძოდ ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მიმდინარეობდა ამ 6 თვის განმავლობაში. ნაცულიშვილი აცხადებს, რომ ყველა კითხვას, რომელიც არსებობს და კითხვები, რომელიც გაჩნია პირადად ოჯახს, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი და დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც რეალურად ჩაიდინა ეს დანაშაული. რაც შეეხება თვითონ ზაზა სარალიძეს, როგორც უკვე გითხარით, ის ჯერ ისევ რჩება მთავარ პროკურატურასთან, მან გააკეთა განცხადება და მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეძებს სამართალს,
ხალხს აქვთ კითხვის ნიშნები საგამოძიებო უწყებასთან, მოვიდნენ სწორედ აქ მთავარ პროკურატურასთან და სპეციალური სია, რომელიც შედგება მასთან ერთად შევიდნენ პროკურატურაში და დასვან კითხვები, რომელიც არსებობს მათ საქმეებთან დაკავშირებით. როგორც უკვე გითხარით, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ შევიდეს მთავარ პროკურატურაში, თუმცა ჯერჯერობით მთავარი პროკურატურიდან არ გამოჩენილა არავინ წარმომადგენელი, ვინც მისცემს მათ საშუალებას, რომ საგამოძიებო უწყებაში შევიდნენ. დღეს ასევე ზაზა სარალიძემ გააკეთა მცირე განმარტება და პირველი შეფასება მთავარი პროკურორის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ ჩაერთვებიან საერთაშორისო უცხოელი სპეციალისტები ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს საქმე გამოძიებულია, ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის მკვლელები, ვინ არიან დანაშაულების დამფარავები, აბსოლუტურად ყველამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი. აქ გამოსაძიებელი არაფერი არ არის, გამოძიებულია და იციან, მაგრამ დამალეს. უბრალოდ კეთილინება უნდა ინებონ და გამოიტანონ სარაშკაროზე ის დამალული ფაქტები, რა ფაქტებიც საქმეში არ არის. გამოიყვანონ საჯაროდ ის ადამიანი, ვინც დაანგრია ფარდული. გამოიყვანონ საჯაროდ ის ადამიანი, ვინც გაანადგურა ის დანა. გამოიყვანონ საჯაროდ ზვიად ხაკაძე და ინა გუგუშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ საქმის გაყალბებაში. გამოიყვანონ საჯაროდ მირზა სუბელიანი, გამოიყვანონ საჯაროდ კაპანაძე, ქალაქის პროკურორი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ საქმის გაყალბებაში და თავარი შოთაძე გამოიყვანონ საჯაროდ. და საჯაროდ დააკავონ ყველა. შევდივარ, რა თქმა უნდა. იყო არაერთი დასაბუთებული პრეტენზია გამოძიების მისამართით. ამ კითხვებს პასუხი არ გასცემია დღევანდელმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება უფრო მეტიც. დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პროკურატურის სრულიად არასწორ გამოძიებას და ნათლად დაგვანახა, როგორ ჩატარდა ეს გამოძიება. ამ სიტუაციაში ნიშნულოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც ამ სიტუაციამდე მიიყვანა საქმე. ეს არ იქნება საკმარისი კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის დადგომასთან ერთად ის, რასაც ძალიან დიდი ხანია ითხოვს საზოგადოება, ძალიან დიდი ხანია, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი. ეს სისტემა თავიდან ბოლომდე შესაძლებელია. მთავარი პროკურორის დღევანდელ განცხადებაზე, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან და ასევე უცხოელი პროკურორები, ამ განცხადებასთან დაკავშირებით სარალიძე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავარ პროკურორს უნდა მიეღო ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, საქმის არსებითი განხილვა და ვიდრე დადგებოდა ეს განაჩენი. რაც შეეხება თვითონ აქციას და მის მიმდინარეობას, არის სიმშვიდე, ჯერჯერობით სიტუაციას ისევ აკონტროლებენ სამართალდამცველები და ზაზა სარალიძე მის წარმომადგენლებთან ელოდება გადაწყვეტილებას, რომ ის შევიდეს მთავარ საგამოძიებო უწყებაში. მადლობა, ეს იყო ლევან კვატაშიძე. ახლა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ელენე, მოგესალმებით. პირველ რიგში დავიწყებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რომ შეიქმნება საგამოძიებო კომისია. როგორ ფიქრობთ, ამ კომისიას საკმარისი ბერკეტები ექნება იმისთვის, რომ რაიმე გამოძიება შეცვალოს ან დღეს არსებული სურათი შეიცვალოს? თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ? პირველ რიგში ჩვენ რა თქმა უნდა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უბრალოდ კომისიის შექმნა არაფერს არ ნიშნავს, კომისია არის უბრალოდ დამატებითი ბერკეტი ოპოზიციის საზოგადოების ხელში, რომ პასუხისგებლობა მოუთხოვოთ ამ საქმეზე და საერთოდ გასაკვირია, რომ ამდენი დღე და საათი დაჭირდა იმაზე მსჯელობას, რომ როდესაც პროკურატურას აქვს სრული ჩავარდნა, როდესაც ადამიანის უფლება არის გათელილი, როდესაც მშობელი დადის და უბრალოდ ვერცად სამართალს ვერ პოულობს და პირიქით სილას იღებს პროკურატურისგან, აი ამ ყველაფრით რაც ხდება, ამ ფონზე რა თქმა უნდა პასუხისგებლობის საკითხი უნდა დადგეს და უნდა დადგეს მათ შორის აი ამ ერთ-ერთი ბერკეტით, რომელიც არის საპარლამენტო კომისია და რა თქმა უნდა ჩვენ ამას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამ ადამიანის უფლებების აღსადგენად, ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, ვინც აქ დააშავა. დანაშაული უკვე სახეზეა. პროკურატურამ აქ ხელის დაფარების გზით არიდა სამართალს მკვლელი, რომელიც დღესაც დადის ქუჩაში. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ მამა გვეუბნება, რომ ადამიანებო კონკრეტულად მირზა სუბელიანის აი ამ და მოტივით, იმიტომ რომ ის იყო სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა, აი ამის ნათესავს აფარებენ ხელს. მტკიცებულებებს ანადგურებენ, პროკურატურა დამცინის, პროკურორები შეურაცხყოფას მაყენებენ და ჩვენ მივიღეთ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ დიახაც მკვლელი არ არის ამ საქმეში, საერთოდ არ ფიგურირებს დღეს სახელმწიფო მუთხა
უთხრა სარალიძეს, რომ თქვენი შვილის მკვლელი არავინ არ არის, აი ეს დადგა, რა თქმა უნდა, ამ პირობებში ჩვენ ძალიან მკაცრად უნდა მოვითხოვოთ პასუხისგებლობა პროკურორის, მთავარი პროკურორი გამოდის და თქვენი აზრით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებდა პროკურატურის არასწორ გამოძიებაზე. ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც რომ ვისაუბროთ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ რეალურად რა მივიღეთ, რა შედეგი მივიღეთ, რა თქვა დღეს მოსამართლემ, იყო თუ არა ეს პირდაპირი მითითება უშუალოდ პროკურატურის მიმართ. რაიმე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ თქვენ მაგალითად მოსამართლის გადაწყვეტილებას? თავარი კითხვის ნიშანი არის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ესეთ მძიმე საქმეს იძიებდა და პასუხად დღეს მოქალაქეს, შვილმტვარ მოქალაქეს ეუბნება, რომ შენი შვილის მკვლელი არ არსებობს. აი ეს არის მარტივად შევხედოთ სიტუაციას. ადამიანს მოუკლეს შვილი, პირდაპირ ეთერში ნახეთ, უამრავი ადამიანი მათ შორის მონაწილეობდა აი ამ მაღალჩინოსანის ნათესავი, რომელიც ბრალდებულიც კი არ არის. იმაში კი არა, რაღაცა ნიუანსებში ჩვენებებს არ იძლევიანო, ვინ დაარტყა და საერთოდ ბრალდებული არ არის ეს ადამიანი და კიდე ბევრი სხვა ადამიანი. და დღეს ამ ადამიანს უთხრეს სარალიძეს, რომ შენი შვილის მკვლელი არ არსებობს. აი ეს ქნა სახელმწიფომ. ამიტომ ჩვენ გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა მივაღწიოთ, რომ სარალიძემ მიაღწიოს სამართალს და დაისაჯოს ყველა მკვლელი, გარდა ამისა, პასუხისგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რას ნიშნავს, როდესაც სახელმწიფო ესე ექცევა თავის მოქალაქეს, რას ნიშნავს, როდესაც პროკურატურა აი ესე კერავს საქმეს და რეალურად მკვლელებს არ დასდევს, რას ნიშნავს, როდესაც ხელსაფარებენ ხომ არ ფიქრობთ, რომ დღეს პროკურატურამ ფაქტიურად აღიარა, რომ გარკვეული ხარვეზები ქონდა მას გამოძიებაში და სწორედ ამიტომ იწყებს ის ხელახალ გამოძიებას და თავს უკვე პროცესში საერთაშორისო ექსპერტებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს უკვე ერთგვარი აღიარებაა და შესაძლოა თუ არა, რომ ამან უკვე მოიტანოს შედეგი, რასაც ყოველ შემთხვევაში ითხოვს დაზარალებულის მხარე. არანაირი პასუხისგებლობა დღეს მთავარ პროკურორს არ აუღია იმაზე, რომ მან არ დასაჯა მკვლელი. აი ეს არის ძალიან მარტივად ეს საკითხი. არანაირი, მან დაიწყო რაღაცა მის მიმართ არანაირი ნდობა აღარ არის. ოჯახი იძახის, რომ მე არ ვენდობი და არ ენდობა საფუძვლიანად, იმიტომ კი არა რომ ახირება, იმიტომ რომ მთელი თვეების განმავლობაში ის უყურებს, როგორ კი არ იძიებენ, როგორ ხელს აფარებენ დამნაშავეებს. ეს ხო დღეს არ მოხდა. რა თქმა უნდა, დღეს ზეწოლის ფონზე კომისია შეიქმნა, ის პროკურორიც გამოდის და თავს იმართლებს ავით და რაღაცას ჩართვაზე ლაპარაკობენ ვიღაცებს, მაგრამ პასუხს ვინ აგებს იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურა იყო დაკავებული ხელის დაფარებით დანაშაულის. ვინ აგებს ამაზე პასუხს, რომ ვერ მოიძებნა ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანის მკვლელი და ვინ აგებს იმ ზიანზე პასუხს, რომელიც ამ ზაზას არალიძეს ყველა უყურეთ პირდაპირ ეთერში. მე არ ვიცი, გულია გახეთქვაზე ამ ადამიანს. ვინ აგებს პასუხს აი ამ ადამიანის ესე დანგრევაზე. ამაზეა საუბარი, ამიტომ ჩვენ არანაირი ილუზია არ აგვაქვს, რომ იმ რა თქმა უნდა მივაღწიეთ კომისიის შექმნას აი ამ საერთო წნეხის ფონზე რაც ხდება და ეს მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ბერკეტი ავიღეთ ხელში, რომ ბოლომდე ვიპოვოთ სამართალი, მაგრამ არავის არ კონდეს ილუზია, რომ ეს რაღაცა დროებითი წნეხია და მე ისინი შეძლებენ პროცედურულ რაღაცა ლაბირინთებში გამოიძვრინონ თავი. თუ არ დადგა დღეს პროკურატურის პასუხისგებლობა, თუ არ აგეს პასუხი, როგორ შეიძლება აი ესე გამოაძვრინო ადამიანი მკვლელობის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ უმძიმეს ვითარებას, კრიმინოგენურ ვითარებას, ჩვენი შვილები არ იქნებიან დაცულები. სამართალი ვერ მოიძებნება ამ ქვეყანაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი უნდა აგოს რა მოხდა, როგორ რა თქმა უნდა, ეხა ოჯახიც ამბობს, რომ საერთოდ რაზეა საუბარი, ვის დობაზეა საუბარი, როგორ წარიმართა აქამდე პროცესი, მაგრამ გადადგომის გარდა კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი. როგორ დღემდე არ არის მირზა სუბელიანის ნათესავი ბრალდებაში და სხვა პირები. აქ იყო 36 ჭრილობიანი დანაშაული ჩადენილი და მხოლოდ ორი პირი არის ბრალდებული და ისიც ერთ განაჩენი გამოუტანეს, რომ მკვლელობის ცდელობა იყო. სად არიან დანარჩენები? რას ნიშნავს? იმას ვერ ვიღებთ, რა ქვია, ჩვენებას არ აძლევენ. ჯერთი არ აძლევენ, იმიტომ რომ ნდობა არა და მეორე ეს იმას ნიშნავს, ჩვენების არ მიცემის პრობლემა კი არ არის, ხელის დაფარების პრობლემა არის ამ საქმეში. ამიტომ ჩვენ უბრალოდ იმაზე კი არ არის, რომ შოთაძე რაღაცა დღეს თავს იმართლებს. არა, პასუხისგებლობა უნდა აიღონ, პასუხები უნდა გასცენ, მათ შორის აქ საპარლამენტო კომისიაზე, როგორ მოხდა ადამიანის უფლებების ესეთი უხეში დარღვევა, როგორ მიიყვანეს ადამიანი ამ მდგომარეობამდე, შვილმტვარი ადამიანი, როგორ მოხდა ის, რომ აი ესეთ სამართალი პირდაპირ დაგვამხემს ამ საქმეში სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ სწორედ ეს ინსტრუმენტია კომისია, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ პროტესტის სხვა ფორმებთან ერთად. დიდი მადლობა, ელენე ხოშტარი, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი პასუხობდა ქრონიკის კითხვებს. ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. როდესაც ჩვენ ვამბობთ ყველანი ერთად, რომ
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას უნდა ჩვენ ყველამ გამოუცხადოთ ნდობა, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ დაზარალებულს უნდა ჰყავდეს მოკავშირე და ყველამ არა მხოლოდ მოვისმინეთ, გავიგეთ, არამედ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ჩემს გვერდით დადექითო, მე მინდა დღეს მას პირველად ვუპასუხო, რომ ბატონო ზაზა, მეც შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით. სხვაგვარად ეს ვერ იქნება, იმიტომ რომ პროკურატურა არის შექმნილი იმისთვის, რომ დაზარალებულის ინტერესები დაიცვას ბოლომდე და ძალიან მინდა იმ მიუხედავად ძალიან დიდი და გაუსაძლესი ტკივილის მიუხედავად ბატონმა ზაზამ ყველა ძალისხმევა გასწიოს იმისთვის, რომ მოისმინოს, რასაც ახლა ვამბობ. მას არ ჰყავს დღეს უკეთესი მოკავშირე, ვიდრე არის საქართველოს მთავარი პროკურორი. მე ამას არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყოს ასე. შესაბამისად, გამოდი შემხვდი ქუჩაში და გამოვიძიოთ ქუჩაში საქმე, ეს არის საქმე, რომელიც არის მკვლელობის საქმე, რომელიც არ არის უბრალოდ მკვლელობის საქმე, ეს არის ბავშვთა მკვლელობის საქმე. ამიტომაც ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება. შესაბამისად, ჩვენ ვართ რა ერთ ინტერესის მსახურში, დაზარალებული და სახელმწიფო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ ერთად. მე ეს გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ როდესაც პროკურატურამ დაკითხა 100-მდე მოწმე და აქედან მხოლოდ 4 თანამშრომლობს გამოძიებასთან, რა თქმა უნდა ვერ გვექნება მოლოდინი იმისა, რომ პროკურატურა და მათ შორის მთავარი პროკურორი მოახდენს სასწაულებს. რა თქმა უნდა, ირაკლი შოთაძეს შეუძლია, რომ ხელი მოხვიოს ამ 100-მდე მოწმეს და ყველა გაამწევცოს ციხეში და აიძულოს ისინი, რომ რაღაც თქვან. ალბათ მარტივია ამაზე პასუხი, რომ ეს ასე არ შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, ჩვენ დაზარალებულებმა, საზოგადოებამ, პროკურატურამ და ყველა მთელმა სპექტრმა საზოგადოებრივი ჯგუფების ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მოწმეებმა ითანამშრომლონ, რადგან როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ეს მკვლელობა ჩადენილია დღისით, მზისით, ათეულობით ადამიანის თვალწინ და მხოლოდ 4 მოწმე საუბრობს იმაზე, თუ რა მოხდა. შესაბამისად, ძალიან ბევრი სამუშაოა კიდევ წინ იმისთვის, რომ სააპელაციო დონეზე რაგი პროკურატურა განაჩენით უკმაყოფილოა და ბუნებრივია ეს და გაასაჩივრებს გამოძიებას მიეცეს ახალი არგუმენტები და კიდევ ერთხელ ყველამ ერთად კარგად უნდა გავიგოთ, რომ გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს, რადგან ძველი დრო დამთავრდა. გამოძიებას შეუძლია მხოლოდ ის არგუმენტები გამოიყენოს სასამართლოში, რასაც მას მოუტანენ მოწმეები. შესაბამისად, მოწმეებთან მუშაობა არის კიდევ ერთხელ საჭირო და ამაში სწორედ ბატონ ზაზა სარალიძეს შეუძლია ფასდაუხდებელი როლი თვითონ ითამაშოს. მესმის ეს მძიმეა, მაგრამ გამომძიებელი და პროკურორი არის სწორედ იმისთვის, რომ დაზარალებულთან ერთად მოწმეებთან იმუშაოს, მოწმეების უფლებების დაცვით. რაც შეეხება ექსპერტიზას, აქ სამხარაულის ექსპერტიზის მიმართ იყო კითხვები დასმული, რაც არნიშნავს იმას, რომ სამხარაულის ექსპერტები არ არიან კვალიფიციურები, მაგრამ რა კი გაჩნდა კითხვის ნიშნები, მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომ საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩატარდეს შვეიცარიაში და იმედი მაქვს, რომ ეს ექსპერტიზა დაიდება მოკლე ვადაში, რადგან თქვენ იცით, რომ ევროპაში პროცედურები არის 2-3 უფრო გრძელი ხოლმე, ვიდრე საქართველოში, მაგრამ კარგია, რომ ეს ექსპერტიზაც ჩატარდება. დანარჩენი არის ბევრი რამ წინ და იმისთვის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს, ყველას დახმარებაა საჭირო და არა ერთმანეთთან დაპირისპირება. ასევე ნებისმიერი გაიგივება ამ საქმისა სხვა წარსულის საქმეებთან არის დაუშვებელი, რადგან ადრე სახელმწიფო და სახელმწიფოს მაღალჩინოსნები ჩადიოდნენ დანაშაულს და ძალადობდნენ ხალხზე, მათ შორის ბავშვებზე, აქ საქმე გვაქვს მკვლელობასთან, რომელიც ჩადენილია ბავშვთა შორის. ამიტომაც გამომძიებელი, რომელიც სახელმწიფოა, მას სჭირდება დახმარება ბავშვების, მშობლების
მოწმეების და ყველას ერთად იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დავადგინოთ. ჭეშმარიტება, რომლის მიმართაც არავის არ გაუჩნდება კითხვის ნიშნები, არც დასჯილს და არც დანაშაულის სავარაუდო ავტორს. ჩვენ ჯერ უნდა ვიმუშაოთ მოწმეებთან, რასაც გამოძიება ცდილობდა, მაგრამ იმიტომ რომ მოწმეთა უმრავლესობა არის ან ერთი ბავშვის მეგობარი, ან მეორე ბავშვის მეგობარი, ან გარდაცვლილის მეგობარი, ან დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის მეგობარი და ისინი არიან არასრულწლოვნები, მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ არასრულწლოვანი ვინც არ უნდა იყოს ის უბრალოდ მოწმე თუ დანაშაულის ჩამდენი, მათთან მუშაობა არის საჭირო ისე, როგორც ამას იმსახურებს მათი ასაკი. ჩვენ არ ვართ არასრულწლოვნები და მოდით ყველა სრულწლოვანი მოვიქცეთ ისე, როგორც სრულწლოვნებს შეეფერება, რაც არ უნდა მძიმე იყოს, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ჩვენ საქმე გვაქვს ბავშვებთან. შესაბამისად, კითხვა იმაზე, რომ ყველა ბავშვი, რომელიც მოწმეა, მაგრამ არ ამბობს სიმართლეს, უნდა ჩავყაროთ თუ არა ციხეში, ჩემი პასუხია, რომ ციხემდე არის ჯერ კიდევ ბევრი რამე გასაკეთებელი, მანამ სანამ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ბავშვი, რომელიც მოწმეა და არ ლაპარაკობს, გავამგზავროთ ციხეში. მაგრამ ბავშვთან მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ბატონი ზაზა, ბატონი შოთაძე, ბატონი ფსიქოლოგი, ბატონი მასწავლებელი, ბატონი დედა, ქალბატონი დედა, ბატონი მამა და ყველა უნდა იყოს ერთ ტალღაზე. სხვაგვარად ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა იქნება რთული, რაც არ უნდა გამომძიებელმა მოახდინოს სასწაულები. და ეს ყველამ ერთად უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ვართ ერთ მხარეს, ჭეშმარიტების დადგენის სურველები ვართ ყველანი და მოდით ვიმუშაოთ ყველამ ამ მიმართულებით. ახლა სოფიო კილაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქალბატონო სოფიო, დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პროკურატურას. მეტწილად ასეთი შეფასებები მოვისმინეთ. თქვენ თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას და ხედავს თუ არა უმრავლესობა პროკურატურის საქმიანობაში ჩავარდნას? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან მძიმე დღე არის. ერთი რომ უმძიმესი იყო ამ ბავშვების მიერ ერთმანეთის ასე უმოწყალოდ დახოცვა, მაგრამ მეორე არის რა თქმა უნდა უმძიმესი, როდესაც ხედავთ რომ საზოგადოებაში ეს მუხტი არის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები, პირველ რიგში მამას არ უნდა დარჩეს კითხვები და ამიტომ ჩვენი ყველას ინტერესში არის. რა თქმა უნდა, მართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესში არის, რომ ეს საქმე დასრულდეს ისე, როგორც არის ქვეყნის ინტერესში და როგორც არის, რა თქმა უნდა, ოჯახის ინტერესში. იმიტომ რომ ასეთი ტიპის საქმეები კითხვის ნიშნებით ესე არ უნდა მივიდეს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ დღეს გადაწყვეტილება პარლამენტში, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ, ესე ვთქვათ, იმ ეტაპზე არის, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება და ეხლა უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოში უნდა წავიდეს საქმე, იმის მიუხედავად, რომ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, მაინც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მმართველ გუნდს გვაქვს გარკვეული კითხვები, აუცილებლად ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეთ, ისე რომ კომისია შევქმნათ და კომისიის მეშვეობით უკვე გავარკვიოთ სიმართლე რა მოხდა და ქონდა თუ არა კონკრეტულ გადაცდომებს ადგილი. ეს არის ჩვენი პრინციპული მოსაზრება და თუ ეს საქმე არ შეიცავს კითხვის ნიშნებს, ესეც უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას და უნდა დაინახოს საზოგადოებამ რეალურად რა მოხდა. კიდე ერთხელ ვიტყოდი, იმიტომ რომ გუშინაც გავაკეთე ამის შესახებ განცხადება. ჩემთვის უმძიმესი არის, რომ მართლაც ძალიან ბევრმა ბავშვმა, მოზარდმა ნახა იქ რა ხდებოდა და ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, არ აძლევენ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს და ეს არის მართლაც ასევე არანაკლები ტრაგედია, იმიტომ რომ ამ საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის განცდა, თითქოს სამართალდამცავთან თანამშრომლობა არის ცუდი. პირიქით, ასეთ საქმეებში უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, უნდა დავეხმაროთ სახელმწიფოს, რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. ეს საქმეს ძალიან ართულებს და ძალიან მიმძიმს მეც ამაზე საუბარი. თუმცა ქალბატონო სოფიო, ჩემს პირველ კითხვას დავუბრუნდები მაინც, რომ გამცეთ პასუხი, ანუ დაინახეთ თუ არა ხარვეზები პროკურატურის მუშაობაში და პირადად თქვენ რა კითხვები გექნებათ მაგალითად საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოძიებასთან დაკავშირებით? ესე იგი, ჩვენ დღეს დავინახეთ ის, რომ
პროკურატურა და სასამართლო დგანან ორ განსხვავებულ ნაპირზე, ესე ვთქვათ, პირობითად თუ ვიტყვით, იმიტომ რომ პროკურატურა ამტკიცებს ერთ, სასამართლო არიზიარებს რაღაც ნაწილში პროკურატურის პოზიციას და მივიღეთ ის სასამართლო განაჩენი, რომელიც მივიღეთ. აქ ჩვენი მხრიდან პროკურატურის პოზიციის დაჭერა ან სასამართლოს პოზიციის დაჭერა პირდაპირ ესე ცალსახად არ იქნება სწორი. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ საგამოძიებო მექანიზმი პარლამენტში, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ნახოთ რეალურად რომელი მხრიდან მოხდა დარღვევა და ქონდა თუ არა დარღვევას ადგილი. ამიტომ ჩემთვის ძალიან რთული იქნება ესე პირდაპირ გავცეთ თქვენს კითხვას პასუხი და მგონია რომ ჩემი მხრიდან ეხა კონკრეტული პასუხის გაცემა უპასუხისმგებლობა იქნება. ფაქტი არის და ერთი არის ვიცი რომ მამას აქვს კითხვები, საზოგადოებას აქვს კითხვები და მეც მაქვს კითხვები. რეალურად შეხვედრა დაზარალებულ მხარესთან და ეს კითხვები თქვენ უნდა დასვათ შემდეგ უკვე საკამოძიებო კომისიის ფარგლებში. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ თქვენ რა კითხვებს დასვამთ ან რა კითხვები გაქვთ. დიახ. კითხვა არის ის რეალურად რომ ანუ ის ჭრილობები, რომლებიც ამ ბავშვს ჰქონდა, ბუნებრივია ყველაზე მთავარი, ხო? ვინ მიაყენა ამ ბავშვს ეს ჭრილობა, რეალურად ვისი ესე ვთქვათ, ვისი ჭრილობა იყო საბედისწერო და თუ პროკურატურას ჰქონდა ეს მტკიცებულებები და პროკურატურა დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში, სასამართლომ ეს რატო არ გაიზიარა? ანუ აქ უკვე შევდივართ დილემაში, ხო? და ამიტომ გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია. ეს სხვათა შორის მამასაც ჰქონდა ეს კითხვა და იმიტომ აქედან გამომდინარე იძახდა მამა, რომ თითქოს ვიღაცას ხელს აფარებენ. მე მგონია, რომ აქ ცალსახად რაღაცა კონკრეტული საკითხი, რომელიც ვიცით უკვე წინასწარ, რა იყო დარღვევა, იყო თუ არა დარღვევა, ეს არ ჩანს. ამიტომ მინდოდა მეც უფრო მეტი დეტალი გამეგო იგივე მამასთან შეხვედრასთან მიმართებით და ამ შეხვედრის დროს ალბათ უფრო მეტი გამოიკვეთება, შეიძლება ამ ადამიანს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ის ინფორმაცია, რაც ჩვენ რეალურად არ გვაქვს, ხო? კიდე სხვა კითხვები, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში წარმოიქმნას და რომელზედაც უფრო დეტალურად უნდა ვისაუბროთ, ეხლა მე არ შევალ ამ სამართლებრივ რაღაც ნიუანსების განხილვაში, მანამ სანამ თვითონ ოჯახსაც არ დაველაპარაკები კონკრეტულად და პროკურატურასთან ჩვენ გქონდა უკვე კომუნიკაცია არაერთხელ და რაღაც კონკრეტული საკითხები გავიარეთ, მაგრამ აი თვითონ დაზარალებული მხარის პოზიცია უფრო მაინტერესებს ამ შემთხვევაში და ისიც მაინტერესებს ძალიან სასამართლოს არგუმენტაცია რა არის, რატო არ გაითვალისწინა მან ის მტკიცებულებები, რაც ჰქონდა პროკურატურას. ძალიან რთული თემა არის, ძალიან სენსიტიური თემა არის და მე როგორც პოლიტიკოს აი ეხლა სამართლებრივ რაღაც ნიუანსებში შესვლისგან თავს შევიკავებ, მით უფრო, როდესაც უფრო დეტალური ინფორმაცია მხარის მხრიდან არ მაქვს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ გამოვიჩინეთ, ესე ვთქვათ, გადავდგით უპრეცედენტო ნაბიჯი, ის ნაბიჯი, როდესაც არ არის ჯერ სამართლებრივი პროცედურები დასრულებული და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ესე ვთქვათ, მაინც შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია და ყველაზე მთავარი, რაც ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იქნება ხარდაჭერილი და დარწმუნებული ვარ კოლეგების მხრიდანაც, რომ ეს პროცესი უნდა ჩვენ გავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ. საზოგადოებას საბოლოო ჯამში არ დარჩეს კითხვები. ბოლო კითხვასაც დაგისვამ, თქვენ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ხომ არ აპირებთ იმ მოზარდებთან შეხვედრას, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, არადა მათი ჩვენებები მნიშვნელოვანია და მუდმივად არის საუბარი, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა. ხომ არ გეგმავთ შეხვედრას, მით უმეტეს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება მოვისმინეთ, რომელმაც მოგვიწოდა, რომ განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან საქმე გვაქვს ბავშვებთან. რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ვინც არ უნდა იყოს ბავშვი, მაინც ბავშვი არის და აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ერთი მხრივ, მეორე მხრივ გვაქვს ჩვენ მაღალი საზოგადოებრივი საჯარო ინტერესი და ინტერესი რომ მივიდეს ეს გამოძიება ბოლომდე და აქ შუალედის მოძებნა არის ძალიან რთული პირდაპირ ვიტყვი. რა თქმა უნდა, მე ზადავარ იმ ბავშვებსაც შეხვდე, ბუნებრივია, ვინც იყო თვითმხილველი ამ ყველაფრის და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ
თუ შევძლებთ იმას, რომ დავარწმუნოთ ეს ბავშვები ოღონდ რა თქმა უნდა არა ზეწოლის და რაღაცა არასამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, მაგრამ კომუნიკაციით თუ შევძლებთ დავარწმუნოთ ეს ბავშვები, რომ ამ ბავშვებმა მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის უწყებებს, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი იქნება და საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ჩვენ ამას შევძლებთ ბუნებრივია, მაგრამ ერთი ვიცი მე ამ წუთში რომ ამ ოჯახს მამას განსაკუთრებით ჭირდება გვერდით დგომა, იმიტომ რომ ერთი რომ მათ უდიდესი უბედურება გადაიტანეს და უდიდესი ტრაგედია გადაიტანეს მამამაც და დედამაც და მთელმა ოჯახმა და მეორე არის რომ ამ ადამიანს უწევს ახლა თავისი სიმართლის მიღწევისთვის, სამართლიანობის აღდგენისთვის ასეთი ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლაში გვერდით ვართ, მის გვერდით ვართ და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც მას და არც საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები და კიდე ერთხელ ვამბობ, უმნიშვნელოვანესი არის, რომ ჩვენ ეს საგამოძიებო, უბრალოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მაქსიმალურად გამჭვირვალედ წავიყვანოთ და ყველაფერი დავანახოთ საზოგადოებას რა მოხდა რეალურად. თუ იყო ეს კითხვის ნიშნები და იყო ეს კითხვის ნიშნები ლეგიტიმური და სამართლიანი. დიდი მადლობა სოფო კილაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პასუხობდა ქრონიკის კითხვებს. მე შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურასთან ახლა აქცია მიმდინარეობს, სადაც მოკლულის მამა ზაზა სარალიძე იმყოფება. იქ ცოტა ხნის წინ მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე გამოჩნდა რუსთავიორის ხელმძღვანელი, თუმცა ნიკა გვარამიასა და იქ შეკრებილ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პროვოკატორების ადგილი აქ არ არის. ხო? რავი დაახუიებდე. სათიკებით მე. ბოტყვე. იურა. დღის სხვა თემები მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე, სადაც დილით კლდე ჩამოიშალა, მშენებლობა შეაჩერეს. ცოტა ხნის წინ ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და მერის მოადგილე. მშენებელ კომპანიაში კი ამბობენ, რომ ყველა ნორმას იცავდნენ. თუმცა ფაქტია, რომ დღეს ქალაქში კლდის ნაწილი მაინც ჩამოიშალა. ლევან ფოჩხვა განაგრძობს თემას. დიახ, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ საშუალება გქონდა გავსაუბრებოდით Georgian Development Group Plus-ის ხელმძღვანელობას, რომელიც უშუალოდ აქ ობიექტზე იყვნენ მოსულები და ათვალიერებდნენ თუ რა მოხდა რეალურად. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, მათ ჰქონდათ გეოლოგიური დასკვნა და ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ იმ გეოლოგიურ დასკვნას, რომელიც დაიდო ამ კონკრეტული ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით და როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, არავითარ გადაცდომას მათი მხრიდან ადგილი არ ქონია, თუმცა ისინი ამბობენ, რომ მაინც შეისწავლიან არსებულ ვითარებას თუ რამ გამოიწვია კლდის მასის ჩამოშლა. ვერ ყვევი სიტუაციაში გეოლოგებთან და კონსტრუქტორებთან ერთად და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მერიასთან გავივლით ახლა მათი კონსტრუქტორები, ჩვენი კონსტრუქტორები და შევთანხმდებით და გავამაგრებთ და შეჩერდება სამუშაო, მაგრამ სანამ არ მოვა როგორც კანონი და როგორც ესეა ის. რა უნდა მოვიდეს რომ დასკვნა იქნება და დასკვნის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. გეოლოგიურ დასკვნასთან დაკავშირებით ამით ცნობილება არ ყოფილა ნუ მის აღსრულებას. არავითარი. შეგიძლია ნახოთ, არა პრობლემა. სულ ცოტა ხნის წინ ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდნენ როგორც მერის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დაათვალიერა აქ არსებული ვითარება, უნდა მოგვიანებით მან მედიასთან კომენტარიც გააკეთა და როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე აცხადებს, მოხდება დაკონსერვება სამშენებლო ობიექტის, სანამ არ მოხდება შესწავლა რეალურად რასთან ჰქონდა საქმე, ანუ რამდენად იყო ერთმანეთთან შესაბამისობაში დასკვნა გეოლოგიური და სამშენებლო პროცესის, თუმცა როგორც ილია ელოშვილი აცხადებს, წინასწარი დასკვნით წესრიგში იყო სამშენებლო ნორმებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია და მოხდება იმის შესწავლა თუ რამ გამოიწვია სწორედ აი ამ ქანის ჩამოშლა. თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ დოკუმენტაცია და სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ დოკუმენტალურად
ყველა ის საჭირო გეოლოგიური თუ საინჟინრო დასკვნები, რომელიც აუცილებელია მშენებლობის წარმოებისთვის კომპანიას გააჩნდა და გააჩნია. თუ კი დამატებით რაიმე გასამაგრებელი ღონისძიებები არის გასაკეთებელი, აუცილებლად გაკეთდება ამ ობიექტზე. დაკონსერვდება, სანამ არ მოხდება სრული ექსპერტიზა ისევ თავიდან ბოლომდე მათი დოკუმენტაციის, სრული გამოძიება თუ რამ გამოიწვია ეს კონკრეტული შემთხვევა და სრული და ძალიან სანდო დასკვნა არ დაიდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ამ მშენებლობის ინფორმით გაგრძელება, როგორც დღეს მიმდინარეობს. ჩვენ ყიფიანის ქუჩაზე გავისაუბრეთ ადგილობრივ მოსახლეობასაც, როგორც ისინი აცხადებენ, მათ არ აქვთ არანაირი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშენებლო პროცესი გაგრძელდეს, თუმცა ისინი ითხოვენ, რომ მათი უფლებებიც იყოს დაცული, როგორც მოსახლეობა ამბობს, არსებობდა გეოლოგიური დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობის შემთხვევაში კლდის ეს ნაწილი უნდა ჩამოშლილიყო ეტაპობრივად, რაც როგორც მოსახლეობა აცხადებს, კომპანიამ ეს არ შეასრულა. აქ ასევე იმყოფებიან გეოლოგები, ჩვენ საშუალება ქონდა მათთვისაც დაგვესვა კითხვები და როგორც გეოლოგები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ ეს გეოლოგიური დასკვნა შესრულდებოდა და ეტაპობრივად მოახდენდა კომპანია კლდის ნაწილის ჩამოშლას, მოვლენების ისეთი განვითარება, როგორც დღეს მოხდა, თავიდან იქნებოდა აცილებული. ალტერნატიული კვლევაც კი არ ჩაგვიტარებია, უბრალოდ სანდო მასალები იყო მოწოდებული. იქ ეწერა შემდეგი რომ ამ ადგილას გამომდინარე იქიდან რომ ფერდის დახრა არის საკმაოდ ციცაბო და მშენებლობიდან გამომდინარე მოუწევად საკმაოდ ღრმა ფუნდამენტის გათხრა არ იყო რეკომენდირებული მთლიანი ფრონტის მოჭრა, ამის ნაცვლად უნდა განხორციელებული იყოს სეგმენტურად გამაგრების, ყისიერი გამაგრების პარალელურად. მაგრამ რეალურად რა მოხდა? როგორც ხედავთ, ეს ასე შესრულებული არ არის ფრონტალურად მოჭრილი და გამაგრება ჯერჯერობით არ ჩანს აქ. ყიფიანის ქუჩაზე კლდის მასა დღეს დილით ჩამოიშალა. მე ვთხოვ ახლა ოპერატორს განახოთ თუ რა მდგომარეობა არის ამჟამად აქ. ჩამოწოლილი არის საკმაოდ დიდი მასა კლდის სამშენებლო ობიექტზე. თვითონ სამშენებლო ობიექტიც დაზიანებული არის და დაზარალებული არის სწორედ აი ამ ნაშალი მასის გამო და ქვების ცვენის პროცესი ამ ეტაპზე აქ ისევ გრძელდება. ასეთი მდგომარეობა არის ამჟამად აქ. ეს იყო ლევან ფოჩხუა. დღეს საქართველოს მურაგბეთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ბურჯღალოსნების მეტოქე ფრანგი ბარბაროსები იქნებიან. ჩვენს გუნდს ტრავმის გამო მერაბ შარიქაძე ვერ ეხმარება, რომლის არ ყოფნაშიც ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე იქნება. თამას მჭედლიძე კი ეროვნულ გუნდს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ფრანგი ბარბაროსები საფრანგეთის ანაკრებია, რომელიც ძირითადად ამ ქვეყნის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მოთამაშე მურაგბეებით არის დაკომპლექტებული. საქართველოს ფრანგი ბარბაროსების მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში და სტადიონის სალაროებში იყიდება. შეხვედრა დინამო არენაზე 20 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟ ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებს. სწორედ ამიტომ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე დაიწყება. ბარბაროსები უფრო გამოირჩევიან ავანტიურული თამაშით, ასე ვთქვათ, უფრო ხელით უყვართ თამაში, არ თამაშობენ ფეხით არ გადადიან მოწინააღმდეგეს ტერიტორიაზე, უფრო თავისუფლად არიან მოედანზე, არაფერი დასაკარგი არ აქვთ, არც ერთი ქვეყნის ნაკრები არ არიან. თუ წააგებენ, უბრალოდ თამაშობენ ლამაზი რეგბისთვის. ამ მატჩისთვის მომზადება ერთი კვირის წინ პარიზში დავიწყეთ. ჩვენს გუნდში ბევრი ახალი მორაგბია და შეიძლება შეთამაშების პრობლემა გვქონდეს, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. ქრონიკა 5 საათზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.